გამარჯობა, რადიო თავისუფლებას უყურებთ და უსმენთ, იმ შემთხვევაში თუ კი Spotify-ზე მოისმენთ ამ პოდკასტს, ეს არის პოდკასტი 21:50, მე ვარ ნასტასია არაბული და ჩვენი სტუმარი დღეს იქნება გიორგი შაიშმელაშვილი, ჩვენ ვილაპარაკებთ ქართული ოცნების პარლამენტში საგამოძიებო კომიტეტის მიერ განხილულ აგვისტოს ომის გამოძიებაზე. რამდენიმე რამეს აღნიშნავს, სანამ დავიწყებ. დიდი მადლობა ბატონო გიორგი ჩვენთან მოსვლისთვის. გიორგი გახლავთ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, ახლა წარმოადგენს თავისუფლების მოედანს, რომელიც შექმნისას იყო მოძრაობა, ახლა უკვე პოლიტიკურ პარტიად არის დაფუძნებული და რაც შეეხება იმ კომისიას, რომელზეც ვილაპარაკებთ, ეს არის ყოფილი იუსტიციისა და კულტურის მინისტრის თია წულუკიანის თავმჯდომარეობით შექმნილი საგამოძიებო კომისია, რომელმაც გასულ კვირაში დაკითხა ორი გენერალი პარლამენტში და ამ გამოკითხვამ გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა როგორც ჯარში, ასევე ომში მებრძოლების ოჯახის წევრებში, მათ შორის დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებში. შეფასდა ეს კომისიის მუშაობა ბევრნაირად, მათ შორის ითქვა, რომ ეს არის ჯარის დისკრედიტაცია, ზოგმა თქვა, რომ არის მტკივნეული ჭრილობების გახსნა, ზოგმა თქვა, რომ ეს არის რუსული დავალების შესრულება და ისიც კი ითქვა, რომ საქართველოს დემილიტარიზაციის სპეცოპერაციაა. დღეს ჩვენ შევეცდებით მოვხაზოთ სურათი, რაც შეიძლება შეფასდეს ეს და რა გავლენა შეიძლება ქონდეს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე და პრინციპში ჯარის ავტორიტეტზეც. ჩვენი საუბრის ფონი არის ის, რომ თავდაცვის სამინისტროდან თითქმის ყოველდღე უშვებენ თანამშრომლებს. გარდა ამისა, ქართული ოცნება იღებს უფრო და უფრო რეპრესიულ კანონებს, დღესაც რამდენიმე მათგანი განიხილებოდა. ესეთია მოცემულობა, რაც გვაქვს. პოლიტიკური კრიზისიც ზალაში რჩება. ქუჩა კვლავ დგას, თუმცა აქაც არის მღელვარებები, მაგრამ ამაზე დღეს არ ვისაუბროთ, ვისაუბროთ საგამოძიებო კომისიაზე და პირველ რიგში განსაზღვროთ, რაზე ვლაპარაკობთ, როცა აგვისტოს ომის გამოძიებაზე ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ეს არის გამოძიებული საკითხი, საერთაშორისო სასამართლოებს აქვთ ამაზე ნამსჯელი და როგორც მე ვიცი, თვითონ თავდაცვის სამინისტროსაც ჰქონდა პარტნიორებთან ერთად შეფასება სისუსტეების და გამოსასწორებელი შეცდომების მალევე პრინციპში ომის დამთავრებიდან. ხო, აი რა არის ეს პროცესი, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. როგორც ჩანს, არის ალბათ ყველაფერი, რაც თქვენ დასაწყისში ჩამოთვალეთ. ეს არის რუსული დავალების შესრულება, ეს არის შიდა ქართული ავტორიტარიზმის გამყარების ინსტრუმენტიც, ეს არის პროპაგანდის და ყოველდღიური რაღაცა დღის წესრიგის შექმნის ინსტრუმენტიც. თუმცა ამ შემთხვევაში მე ყველაზე მეტად მაინც მარგებლობს, რაც ეხება ამ სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობების იმ ფორმას და აგვისტოს ომის გამოძიების თუ აგვისტოს ომზე ამ ტიპის, ესე იგი, რაღაცა ძველი კლიშეების გაუძებას, რომელიც მანამდე ჩვენ, რა ვიცი, რუსი ბლოგერებისგან ჰქონდა ძირითადად მოსმენილი, თუნდაც ეგრეთ წოდებული პარლამენტის იმაში, რა ქვია, დარბაზში, ეს არის ამ მძიმე რასაკვირველია. ამ ყოველფრის მოსმენა, ხო? დავიწყებ პირველით, ანუ მე მიჭირს დავინახო პრაგმატული მიზანი ამ ყოველფრის მიღმა, ანუ პრაგმატული მიზანი მგონია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ერთი მხრივ თითქოს აბსოლუტურად აღარ ითვალისწინებს შიდა საზოგადოებრივ განწყობებს, მეორე მხრივ ჩვენ გვესმის, რომ ეხლა როგორც პარტიული ორგანიზმი ისინი ატარებენ კვლევებს, მათ ყავთ რაღაცა ძირი ამორჩეველი, ხო, ფუძე ამორჩეველი, რომელსაც ისინი ედობიან, რომელთა შენარჩუნება მათთვის მნიშვნელოვანია და ასე შემდეგ, არა? ოფარებ ამაზე ვიკითხავ თქვენი აზრით, დღევანდელი მოცემულობით რა პროცენტი შეიძლება იყოს ძირი ამორჩეველი? ნუ რთულია არსებული, ხო, კვლევები არ გვაქვს ამ ეტაპზე, მაგრამ ეს ძირი ამორჩეველი ჩემის აზრით შემცირებულია. ოქტომბრის არჩევნებამდე არსებულ ვითარებასთან მკვეთრად. და რაღაცნაირად როგორც ჩანს, ჯერ კიდე ყავდა ოცნებას ამორჩევლის ეს ნაწილი, რომლისთვისაც ამ შემთხვევაში პროდასავლურ უბრალოდ ევროპაში ინტეგრაციას რომ თავი დავანებოთ, მე მინიმუმ ესე იგი რაღაცა მათი კონსერვატიულად განწყობილი ამორჩევლის ნაწილისთვის მაინც ჯარი, როგორც ინსტიტუტი, დაღუპულები, გმირები, მათი ოჯახის წევრები, ეს არის მტკივნეული ისეთ სიმებში და სიმებს ეხება რაღაც სულიერს ადამიანის, რომელიც მე ვფიქრობ, რომ მათთვისაც მიუღებელია. ანუ ვერ ვხედავ პრაგმატული თვალსაზრისით, კიდევ ანუ დაუბრუნდა ჩემს დასაწყისს, ესე იგი აზრს, რომელიც ვავითარებდი, გულისხმობდი იმას, რომ ესე იგი მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ზურგით დგანან საზოგადოებრივი განწყობებისგან, მაინც მნიშვნელოვანია ეს მათთვის, არჩევნები მოდის წინ.
და ამ ფონზე აი ამ საკუთარი ამ მრჩევლისვე ამ ფორმით ესე იგი განაწყენება და გაღიზიანება მე მგონია რომ პრაგმატულ ინტერესში არ შედის მათი დაახლოებით ასე ვხედავდი მაგალითად იგივე გორში წინასაარჩევნოდ გაკეთებულ განცხადებას ბოდიშთან დაკავშირებით რაც მაფიქრებინებს იმას რომ ეს არის რაღაცნაირად რუსეთის ფედერაციის რაღაცა ესე იგი არ ვიცი სპეცსამსახურებისთვის თუ ზოგადად მათი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიერ რაღაცა მათთვის გაგზავნილი გარკვეული სიგნალი რომელიც მკვეთრად აზარალებს რა თქმა უნდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. და რატო არის რუსეთისთვის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ეს უნდა ვთქვათ და რატო უნდა უწევდეს ოცნებას ამის გაკეთებას მიუხედავად იმისა რომ პრაგმატულად ეს მათ არ აწყობთ მე მგონია რომ ესე იგი ჯერ ერთი დავიწყოთ იმითი რომ ყველაფერი ის რაც კომისიაზე მოვისმინეთ რუსეთს ამ ყველაფრის ეს ვთქვათ მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე თუ საერთაშორისო სხვადასხვა დედაქალაქებში დასავლეთშიც მათ შორის ხო აი ამ ნარატივების დანერგისთვის და აი ამ პროპაგანდისტული კლიშეების შექმნისთვის ძალიან დიდი რესურსი აქვს დახარჯული და ეს რესურსი რაღაცნაირად განეიტრალდა შემცირდა ორი ფაქტორის გამო აგვისტოს ომიდან ვიდრე დღემდე ერთი მხრივ ეს იყო რა ქვია მაგას თქვენს მიერ ნახსენები საერთაშორისო სასამართლოები და მეორე მხრივ ეს იყო რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. ანუ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ყველაზე უფრო სკეპტიკოსი ესე იგი დასავლელი პოლიტიკოსისთვის თუ ბიუროკრატისთვისაც ცხადი გახდა რუსეთის საგარეო პოლიტიკური არა მხოლოდ მიზნები, არამედ ამ მიზნების რეალიზაციის გზებიც. ანუ მანამდე ითვლებოდა, უბრალოდ ცდილობდნენ ეს ასე გაესაღებინათ, რომ აგვისტოს ომი ეს იყო აბერაცია, წესიდან გადახრა, ეს არ იყო წესი, ხო? ეს იყო რაღაცა ამიტომაც დაარქვეს მშვიდობის იძულების ოპერაცია, რომ ეს იყო რაღაც ტიპის როგორც ვთქვი, სარკისებური არეკლამ და იმ ტიპის მოქმედება, როგორც მანამდე თქვა დასავლეთ სამართლების სახელმწიფოს გაუკეთებია სხვაგან, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებს, ბალკანეთში, ან ერაყში და ასე შემდეგ. ასე ცდილობდნენ ამის გაყიდვას და ეს რაღაცნაირად ეს ნარატივი მისაღები იყო სამწუხაროდ ბევრისთვის, მათ შორის კვლევარისთვის, ბიუროკრატისთვის, პოლიტიკოსთვის დასავლეთშიც. ანუ ეს ყველაფერი განეიტრალდა. ამაში ჩვენს მნიშვნელოვანი შრომა ჩავდეთ, როგორც სააგაში, ისე ქართულ დიპლომატებს უამრავი დიდი ძალისხმევა აქვთ დახარჯული ამაში ქართულ ისტორიკოსებს, კვლევარებს, ჟურნალისტებს და ასე შემდეგ, ხო? თავად მსხვერპლებს, იმიტომ რომ ასობით ჩვენება იქ და ასობით ჩვენება მართლა რომელიც შეგროვილია და ეს ჩვენების მიცემა იწევს კი უფლებადამცველ ორგანიზაციებს დიდი საქმე აქვს და დიდი მოცულობის სამუშაოები აქვს ამ მიმართულებით ჩატარებული. მოკლედ და ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როდესაც რუსეთი ცდილობს დღეს დაიბრუნოს საერთაშორისო ასპარეზზე ესე იგი რაღაცნაირად პასუხისმგებლად მოთამაშის კი რა ქვია მაგას რენომე მაგიდასთან ჯდომის უფლება მოიპოვოს როგორც ცივილურმა მოთამაშემ შევიდა რა უკრაინაში პრეზიდენტ ტრამპის მიერ წამოწყებული აი მოლაპარაკებებში ასეთი კონსტრუქციული პოზიცია დაიკავა თუმცა საბოლოო ჯამში გასაგებია რუსები მოკლედ ეს ცალკე საკითხია იქ როგორ მოიქცევიან და რისთვის სჭირდებათ ეს ყველაფერი მოკლედ ამ ფონზე მნიშვნელოვანია რომ აგვისტოს ომი ეს გარშემო არსებული ბუნდოვანება კიდევ ერთხელ დადღეს დღის წესრიგში. არა და ეს ბუნდოვანება გაფანტული იყო აი ამ ორი რამის გამო. ერთი მხრივ რუსეთის ვექმედებები და მეორე მხრივ საერთაშორისო სასამართლოები. და ასეთი რა ქვია მაგას საბაბის მიცემა დღეს რუსული პროპაგანდისტვის არაფერს არ ემსახურება კიდევ მეორე პრაგმატულად მათ შორის ოცნების ინტერესებს შიგნით. თუ არა ისევ და ისევ რუსეთის საგარეო პოლიტიკური მიზნების რეალიზაცია და პუტინის ხდება ამით. და ეხლა თუ ჩამოვალთ ერთი ნაბიჯით კიდევ უფრო ერთი საფეხურით ერთი დონით ქვემოთ და ვილაპარაკებთ უკვე რა გავლენა აქვს ამ ყველაფერს თქვენ ახსენეთ ხო? თავდაცვის ძალებზე ინსტიტუტზე რომელიც მე მაინც ანუ ჯერ არა ზუსტად ვიცი რომ ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი იქნება ამ ქვეყანაში რომლის განადგურებაც FSB-ს და რუსების დაკვეთით უნდა მოხდეს მასზე რა თქმა უნდა მის მორალზე განწყობაზე ძამძიმე გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ამ აზრითაც პუტინი აღწევს იმ მიზანს რომელიც მაგს უკრაინაში ჯერ კიდევ ომის დასაწყისში სტრატეგიული მიზნები როცა ჩამოთვალა თქვა რომ დემილიტარიზაცია ერთ-ერთი ჩემი მიზანი უკრაინაში აი განსხვავებით უკრაინისგან სადაც შეიარაღებული ძალები იქაური იზრდება და თავდაცვის შესაძლებლობები ხო მათი ჩვენთან პრინციპში ტყვის გასროლის გარეშე ხდება ეს დემილიტარიზაცია თქვენც ახსენეთ დასაწყისში
ანუ ამ მიზანსაც აღწევენ. ანუ ბოლო მიზანი ალბათ არის ესეც პროცედურად არ ვიცი ხა თავისთავად გრადაცია მიზნების რთულია, რომელია უფრო პრიორიტეტული ოცნებისთვის, მაგრამ ეს არის რა თქმა უნდა შიდა ავტორიტარიზმის კონსოლიდირება, თუ ეხლა დაგვიანოს ეს უკვე რომ კომისიის მუშაობის შედეგი იქნება პარტიების აკრძალვა. პარტიების აკრძალვა და იმ ადამიანების პროკურატურაში, იმ ადამიანების საქმეების პროკურატურისთვის გადაცემა, ვინც უარს აცხადებს მისვლაზე და ესეთი უკვე 10-ზე მეტია და მათ შორის მოქმედი ან ყოფილი პოლიტიკოსები არიან. კი, დღესაც მათ შორის არის გივით არგამაძე იყო მეგონი, რომელმაც ბოლოს ნახე ამბავი, რომ თქვა უარი. და უკვე გადაცემული საქმე ერთ-ერთი პოლიტიკოსის ხაზარაძის, მე მგონი ეს პროკურატურაშია კი დაბარებული. ბატონო. აი ამ ძველი კლიშეების გაცოცხლებაზე ვიკითხავ, იმიტომ რომ ეს ჩემთვისაც თან მტკივნეული და თან საინტერესო ამბავია, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი უკრაინის ომი რო დაიწყო, მაშინ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა საინფორმაციო ველზეც, როგორც იბრძოდა უკრაინა, რომ 2008 წლის ომი სათანადოდ კარგად არ იყო მაშინვე აღქმული გარე საზოგადოებისგანაც, რაც თქვენს თქვით და პრინციპში შიგნითაც, იმიტომ რომ ბევრი მართლა ჭრილობა და სევდა და გულისწყვეტა, გაბრაზება და ასე შემდეგ არსებობდა იგივე საკუთარი ხელისუფლების მიმართ, ხო? არ ვიცი რა არ გააკეთა ამ ქვეყანამ, თუნდაც იგივე თავდაცვის სამინისტრომ, სხვა უწყებებმა იმისთვის, რომ აი ბუნდოვანება ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის შიგნით, სადაც ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, ხო? ყველა მსყავს ნაცნობი ან დევნილებში, ან მებრძოლებში ან თავდაცვის სამინისტროს მაღალ ჩინოსნებში, ანუ ისე ვერ იქნები, რომ ამ ყველაფერთან თუ იქ არ ცხოვრობ, მაინც არ გქონდეს შემხებლობა, ხო? რაღაც საზოგადოების ერთ ნაწილს ეს საკუთარ ზურგზე მოუწია გადაეტანა და მეორე ნაწილი ამას ძალიან ახლოდან უყურებდა. აი რატო დარჩა მაინც ამ ხელა სივრცე ბუნდოვანებისთვის და ამ ხელისუფლებისთვის ასპარეზი, რომ ეს თითქოს პასუხგაცემული კითხვები ხელახლა დასმულიყო? ძალიან კარგი კითხვა და ალბათ ბევრ იმას მოითხოვს რა ქვია მსჯელობას მე ვეცდები რა ჩემი რაღაცნაირად ამ წუთას რეფლექსია ხმა მაგრამ მოუყვე ამაზე პირველი ალბათ ის სააზროვნო პარადიგმა რაც ქნება დავარქვათ რომელშიც იმ დროს ჯერ კიდევ ცხოვრობდა მსოფლიო მიუხედავად იმისა რომ მიუნხენის ცნობილი სიტყვა უკვე ნათქვამი აქვს პუტინს 2008 წლის მდგომარეობით სოფლიოს ამ დროს სოფლიო ცხოვრობს ჯერ კიდევ ცივი ომის ეიფორიაში, ცივი ომის დასრულების ეიფორიაში ბოდიში, რაც გულისხმობდა იმას, რომ ვინაიდან აღარ არსებობს საბჭოთა კავშირი, რუსეთი იქნება ხისტი, ავტორიტარული შესაძლოა, მაგრამ ის იქნება პასუხისმგებლიანი მოთამაშე და ის მიყვება აი ამ საერთაშორისო წესებს, რომელზეც ცივი ომის დასრულების შემდეგ არის სოფლიო შეთანხმებული. და ამიტომაც რთული დასაჯერებელი იყო სამხედრო ძალის გამოყენება მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, იმიტომ რომ მანამდე არსებული მაგალითები რაც ჰქონდა, ხო ეს არ ყოფილა კონვენციური ძალების ღია ინტერვენცია, ჩვენ ვიცით რომ იგივე ჩვენსავე სეპარატისტულ კონფლიქტებში, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაცია მათ უჭერდა მხარს, აძლიერებდა, მაგრამ ეს იყო ყველაფერი არაპირდაპირი მოქმედება და არა რაღაცა 58 არმია თბილისის მისადგომებთან. ამის დაჯერება უჭირდა მსოფლიოს. ეს იყო ერთი საკითხი. მეორე საკითხი და არ დაგავიწყეთ რომ აგვისტოს ომის დასრულებისთანავე დაიწყო მძიმე კრიზისი, ეკონომიკური კრიზისი მსოფლიოში, რომელმაც იმ დონეზე მოიცვა დასავლური პოლიტიკური აზრი და სოციალური ცხოვრება, რომ დღემდე მთელი ეს მემარჯვენე პოპულიზმის აღზევება და ასე შემდეგ მნიშვნელოვანწილად სწორედ იმ დროს შექმნილი აი ამ ტკივილების თუ ტრამვების შედეგია, რაც დასავლეთს დაემართათ. ამიტომ ამ ფონზეც რა თქმა უნდა რთული იყო საქართველოზე კონცენტრაცია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაცია სწრაფადო შეიცვალა და ბარაკ ობამა მოვიდა სხვა დღის წესრიგით, ვიდრე ქონდა ბუშს, ხო? ანუ ეს არის პლუს ამერიკის შემთხვევაში და ვაშინგტონის შემთხვევაში ვითარება, როდესაც მანამდე დაწყებული ვრცელი და გრძელი და დაუსრულებელი ომებით გადაღლილმა ამერიკულმა საზოგადოებამ სხვა ტიპის პოლიტიკოსი აირჩია პრეზიდენტად, რომელსაც უნდა ეპასუხა ამ დაკვეთაზე, რაც გულისხმობდა გადატვირთვას ბევრი მიმართულებით, რეორიენტაციას საკუთარი პოლიტიკური პრიორიტეტების აზია წყნარი ოკეანის მიმართულებით, სადაც პუტინი უნდა ყოფილიყო რაღაცნაირად
ნაწილი აი ამ საგარეო პოლიტიკური მიზნების რეალიზებისა უკვე ამ შემთხვევაში ვაშინგტონის მხრიდან და ობამას ადმინისტრაციის მხრიდან. ამ ფონზე მე ვფიქრობ, რაც შევძელით და მოვახერხეთ, კიდე ძალიან ბევრი შევძელი და მოვახერხეთ. ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შიგნით არ დაგვიშვია შეცდომები, ხო? ანუ ჩვენ თვითონ როგორ ვაწარმოეთ საინფორმაციო კამპანია, მაგალითად, რამდენად მედიამ, რომელიც დამოუკიდებელია, რომელსაც ასევე არ ქონდა ხო გამოცდილება. ძირითადად როგორც მედიის წარმომადგენელს ესე მაქვს ხოლმე, იმიტომ რომ სულ მაქვს შეგრძნება, რომ რაღაცეები კარგად არ ავხსენით და ამიტომ პირადად ვიღებ ხოლმე ამ საფიქრალს ჩემ თავზე, მაგრამ სულ მაინტერესებს ხვების აზრი. სანამ ამ საკითხს დაუბრუნდებოდი, ბოლო მნიშვნელოვანი ფაქტორი მინდა ვახსენო, ეს არის, როდესაც თავდაცვის ომში ხარ, განსაკუთრებით მცირე სახელმწიფო ამხელა აგრესორის წინააღმდეგ, შიდა საზოგადოებრივი კონსოლიდაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ საზოგადოებრივი კონსენსუსი. ეს კონსენსუსი ერთადერთი გზით მიიღწევა. ეს არის დემოკრატია და პარლამენტი, რომელიც უნდა ასახავდეს მოსახლეობის განწყობას. სამწუხაროდ ამ დროს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება უკვე გადასულია პირველი მოდერნიზაციის ფაზიდან, დავარქმევდი ასე ძალაუფლების გამტკიცების, მათ შორის დემოკრატიის ხარჯზე ფაზაში. და ეს არის იანვრის საკმაოდ ისეთი რთული და სადაო არჩევნები, შემდგომ მაისის საპარლამენტო არჩევნები. ოპოზიციის პარლამენტის მიღმა დატოვება ამ ფორმით იმთავითვე ყოფს საზოგადოებას ისე, სადაც შეიძლება, ანუ სადაც სივრცე ბუნდოვანებისთვის, წყენებისთვის, რუსული, რა ქვია მაგას, სპეცსამსახურების გავლენებისთვის, იმიტომ რომ ეს წყენები არის საუკეთესო რამ, რაზეც შეიძლება რუსებმა შემდეგ დააშენონ. მე არ ვამბობ, რომ ყველა გულწრფელი მოტივაციით მოქმედებდა იმ დროს, ესე იგი, ვინც ასე ფიქრობდა, მაგრამ თავისთავად როცა საზოგადოება, უკრაინა მაგიტო აღმოჩნდა განსხვავებული ვითარება, როდესაც პრეზიდენტ ზელენსკის, მისი ადმინისტრაციის გენერალური შტაბის გარშემო დაირაზმა სრულიად უკრაინული საზოგადოება. და ნდობა ჯერ კიდე ომის მესამე წელს აქვს ძალიან მაღალი. საერთოდ საბოლოო ჯამში ამ ტიპის ომებს არ იგებენ შეიარაღებული ძალები, ანუ ამ ტიპის ომებს იგებენ ადამიანების განწყობები, ანუ მოქალაქეთა ნდობა საკუთარი სახელმწიფოს ინსტიტუტების მიმართ არის ერთ-ერთი მთავარი ამბავი, რის შედეგადაც შეიძლება ასეთი ხანგრძლივობით გააგრძელო ამ ტიპის კონფლიქტი. ჩვენ ვიყავით იმ მომენტში მომზადებლები ამ თვალსაზრისით, თუმცა ამ შემთხვევაში პოლიტიკურ კლასზე კი არ ვლაპარაკობ ან აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მხოლოდ. ვიყავით როგორც საზოგადოება მომზადებელი ასეთი რამისთვის და მათ შორის როგორც მანამდე ჩამოთვალე, დასავლეთიც მომზადებელი შეხვდა პუტინის ამ ტიპის სტრატეგიულ სიურპრიზს, რომელიც მან მოუწყო მთელ მსოფლიოს იმ დროს. და თან ეს ყველაფერი გააკეთა იმდენად ცინიკურად, რომ ამ ყველაფერს წინასწარ აანონსებდა, ანუ ის ამბობდა, რომ კოსოვოზე იქნება პასუხი და ეს პასუხი იყო აგვისტოში სამწუხაროდ. ამ ბუნდოვანებაზე კიდევ ერთი კითხვა მაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ომის 10 წლის თავზე ვეცადეთ აღვედგინა ქრონოლოგია და როცა ვეძებდით ოფიციალურ ჩანაწერებს, ერთი პრობლემა იყო ის, რომ რიგი საკითხები და ინფორმაცია იყო გრიფით საიდუმლო და ამაზე ცხადი არ მიგვიწვდებოდა ხელი, თუმცა პრინციპში სახელმწიფოს ოფიციალური ნარატივი როგორ დაიწყო, როგორ განვითარდა, ვინ რა გააკეთა, ვინ იყვნენ მთავარი აქტორები საერთაშორისო ასპარეზზე, ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ვინ გამოგვიცხადა და ასე შემდეგ. აი ფაქტობრივი მონაცემები დაწურული თითქმის არ იყო. ერთი მხრივ იყო რაღაც ნახევრად ლეგენდა ზღაპრები მეომრების შესახებ, რომელიც თავდაცვის სამინისტროს გვერდზე იძებნებოდა ერთ-ერთი გამომცემლობის მიერ გაკეთებული, მაგრამ ეს არ იყო დოკუმენტური პროზა, უფრო მხატვრული იყო და მეორე მხრივ იყო დაფანტულად მიღებული ოპერატიული შეტყობინებები, რომელიც დღეს უკვე აღარ იძებნება. მალევე ეს ინფორმაცია გაქრა, მოკლედ სახელმწიფო უწყებების საიტებიდან. აი ეს შიდა სივრცეში, იმიტომ რომ მე მაშინ დამრჩა შტაბეჭდილება, რომ ჩვენ მოგვიწია საერთაშორისო რეპორტებში და დოკუმენტებში და იგივე სასამართლოებისთვის გაგზავნილ დოკუმენტებში ამ ყველაფერზე პასუხის გაგება, რომ მაქსიმალურად, მათ შორის რუსული ბლოგერების ცხელ-ცხელ ნაწერებში, რომელიც მაშინ ქვეყნდებოდა. აი ესე
გარეთ დამჭერს დაბეჭდება, რომ გარეთ გასატანი ამბები უფრო სწრაფად და სისტემურად დაიწერა, ვიდრე შიდა აუდიტორიისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია. არ ვიცი, თქვენ თავდაცვის სამინისტროში კაი ხანს მუშაობდით, თუ გქონიათ ამაზე ამ საკითხთან შეხება, როგორ იღებდა ეს უწყება პრინციპში, ხო, მთავარი აქტორი ამ არასოდეს არ არის ომის დროს ხოთაშორის თავდაცვის სამინისტრო, უშროების საბჭოს ტიპის ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნების სხვადასხვა სახელით. ანუ უწყებად შორისი თანამშრომლობა არის ერთ-ერთი მთავარი საკვანძო რამის. შეიარაღებულ ძალებს აქვს განსაზღვრული ამოცანა. როგორც წესი ეს ხალხი ყველაზე უფრო გეგმის მიხედვით და ჩარჩოებში მოქმედი თავისი სამუშაო ეთიკიდან გამომდინარე ხალხია, მაგრამ ქაოსი თუ ჩდება და როგორც წესი ნებისმიერ შემთხვევაში ჩდება, თავარი ამ ქაოსს მე როგორ ვალაგებ, ჩდება სხვა უწყებებში, ხარდამჭერ უწყებებში, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ოპერაციონალიზაცია, საკუთარი ფუნქციების შესრულება საომარი მდგომარეობის დროს. იმ ფონზე, როდესაც შეიარაღებული ძალები ნებისმიერი ქვეყნის მუდმივად ემზადება ომისთვის და ისინი ბევრად უფრო მზად ხვდებიან მენტალურადაც, ფიზიკურადაც, შესაძლებლობებითაც, წვრთნითაც, აღჭურვილობითაც, სხვა ვითარებაა ხოლმე სამოქალაქო უწყებებში. სწორედ ამის გამო, აგვისტოს ომის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია ჩვენი პარტნიორების იყო ის, რომ რა ქვია მაგას შემოეტანათ არსებობს ესეთი კონცეფცია დაგეგმაში, სტრატეგიულ დაგეგმაში, რომელსაც უწოდებენ whole of government approach, ან whole of societal-საც ამბობენ, რაც გულისხმობს ერთიანი სამთავრობო მიდგომა რაღაც პრობლემის გადაწყვეტის მიმართ, ან ერთიანი სოციალური და საზოგადოებრივი გადაწყვეტა. სადაც უკვე თავდაცვის სამინისტრო არ არის მარტო ამიტომაც ეს ფუნქცია მაშინ ქონდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მინიჭებული და ეროვნული უშიშროების საბჭომ იმდროინდელმა დაიწყო პირველად აი ამ დაშვებით ამ საფუძველზე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავება, რომელიც დასრულდა 2011 წელს და დაამტკიცეს. მე უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ დღემდე ეს ერთადერთი დოკუმენტია ეროვნულ დონეზე დამტკიცებული. 2011 წლის მერე მსოფლიო შეიცვალა. საქართველოს ოცნების ხელისუფლებას დღეს რომელიც აი მათ შორის კომისიაზე რაღაცა გეგმის არარსებობაზე თუ გეგმის არასწორად შემუშავებაზე ედავება ხელისუფლებას, ისა წინა ხელისუფლებას. დღემდე არ განუახლებიათ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. ეხლა ეს ჩვენ იცით როგორი რაღაცა მე მესმის ალბათ სვენელიც რომ მოისმენს ამას არ არის ასებითი მერე რაო იყვიან, მაგრამ მე გარწმუნებთ რომ ამ შემთხვევაში რაღაც დოკუმენტის დაწერაზე კი არა, დოკუმენტს ნებისმიერი კარგი აიარის სტუდენტის დაწერს, რა ქვია მაგას და რეფერატს დაარქმევს, როგორი უნდა იყოს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, მაგალითად საქართველოსն არის. ამ შემთხვევაში ეს ამ დოკუმენტზე მუშაობა სწორედ აი ამ ერთიანი მიდგომით, სხვადასხვა უწყებების ჩართულობით გულისხმობს იმას, რომ ეს უწყებები იაზრებენ საკუთარ როლს, რა ქვია მაგას, აი ამ ტიპის კრიზისზე ზემოქმედებისთვის. ემზადებიან ამას რო იაზრებენ, მერე იწყება გააზრება. აი ამ მზადების ნაწილი ჩვენ ერთი საფეხურით ქვემოთ გვაქვს ესეთი დოკუმენტი ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა. ეს რომელ წელს არის მიღებული? არა გვაქვს ეს დოკუმენტი. ამ დოკუმენტის სამუშაო ვერსიაც კი არ გაგვაჩნია. ანუ ხელისუფლებამ ქართული ოცნების თვითონ შემოიტანეს ამ ტიპის დოკუმენტი ჩაწერეს კანონში, მანამდე ეს ანუ გააერთიანეს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა და კიდევ ერთი დოკუმენტი და დაარქვეს ამ დოკუმენტს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა. ეს არის სწორედ ის გეგმა, რომელიც ხვალ რომ რაღაც ტიპის კრიზისი დადგეს ამ ქვეყანაში, როგორ იმოქმედებს სხვადასხვა უწყება იმისთვის, რა ქვია, ამ კრიზისზე რეაგირებისთვის. და მათ შორის როგორ მოემზადება. მე თვითონ მაქვს მონაწილეობა ამ დოკუმენტებზე მუშაობის და ვიცი ეს დაახლოებით როგორი რაღაცაა, იცით რომ ესე იგი ამ წუთას ერთადერთი მოქმედი დოკუმენტი, რომელიც ირიბად პასუხობს ომის, ესე იგი ომის შემთხვევაში როგორ მოქმედებს ქვეყანა, ეს არის გენერალური შტაბის მაშინდელი უფროსის ჩაჩიბაიას მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, რომელსაც ქვია ეროვნული თავდაცვის გეგმა. და რატომ მოუწია გენშტაბის უფროსს ამ დოკუმენტის დამტკიცება, იცით? იმიტომ რომ მაშინ პოლიტიკოსებმა ხელი არ მოაწერეს ამ დოკუმენტს. იმიტომ რომ მათ შორის არც თავდაცვის მინისტრმა, თუ მას არც თავდაცვის მინისტრმა, გენშტაბის უფროს თხოვა ამის გაკეთება. წარმოიდგინეთ როგორი ამბავია. გენშტაბის უფროსმა გენშტაბის უფროს შეუძლია მხოლოდ საკუთარი შეიარაღებული ძალების, დაქვემდებარებული ძალების რაღაც მოქმედებები განსაზღვროს, მაგრამ ანუ რო განვმარტოთ მხოლოდ თავდაცვის ძალები და არა მაგალითად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები. მათ შორის ეს ამ გეგმაში განსაზღვრულია ის ანუ ჩვენ რა გზით წავედით, როცა ვნახეთ რომ პოლიტიკოსები ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას არ აიღებდნენ.
იმ დოკუმენტში ავსახეთ მოთხოვნები, რომელსაც უყენებდა გენშტაბი ომის დროს, რა მოთხოვნების სახით ჩამოუწერეთ ეს, რა ამოცანები უნდა შეასრულოს ჯანდაცვის სამინისტრომ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რეგიონულმა სამსახურებმა, მუნიციპალურმა სამსახურებმა, პოლიციამ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს მოთხოვნადვე დარჩა, იმიტომ რომ ეს დოკუმენტი არ გაზიარებულა იმ უწყებებთან, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გენშტაბის უფროსი ვერ დაავალებდა, მათი უფროსი არ არის, ხალხურ ენაზე რომ ვილაპარაკოთ, ამ უწყებებს, ხო? როდესაც ამ მოთხოვნებს ვაყალიბებდით, მეც მონაწილეობდი, ცხადია, კომუნიკაცია მქონდა ამ უწყებებთან და ისინი მუდმივად ესეთ რაღაცას მეუბნებოდნენ. იცით რა, ბატონო გიორგი, ჩვენ ამ წუთას, ჩვენი მიმდინარე განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად მთელი რიგი საჭიროებები გვიდგას კიდევ, ხო? აი, კოვიდი დგებოდა იმ პერიოდში, უფრო ადრე, აი, ჯანდაცვის სამინისტროს როცა ველაპარაკებთ მაგალითად, ხო? და თქვენ მეუბნებით ახლა რომ ომის დროს მე კიდევ რაღაც დამატებით ახალი შესაძლებლობები უნდა მქონდეს და ეს ამოცანები შევასრულო და მაშინ მე ამისთვის ვიღაცამ რესურსები უნდა გამომიყოს, მათ შორის ბიუჯეტი, ფული უნდა გამიზარდოს და ეს შეუძლია არა გენშტაბის უფროს, არამედ პრემიერ-მინისტრს. არც ერთ პრემიერ-მინისტრს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ეს დოკუმენტები არ განუხილავს, არ წაუკითხავს, ხელი არ მოუწერია. და გიორგი, ამას ვიკითხავ, რატო არ აწერდა მაგალითად პრემიერი ან თავდაცვის მინისტრი ამაზე ხელს? ორი რაღაცა. აგვისტოს ომთან დაკავშირებით არსებული ეს ბუნდოვანება, როდესაც სამხედროები ხშირად ხელს იშველენ სამოქალაქო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ და ამბობენ, რომ თითქოს ისინი რაღაცა შეერეოდნენ. თქვენ მოგისმენიათ იმ დროინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოსაზრებები, რას ფიქრობენ იმ დროინდელი სამხედროების, ხო, ესეც ძალიან საინტერესოა. დაწერილი დოკუმენტი, რომელიც შედეგია გარკვეული ინტერაქციისა პოლიტიკოსებსა და სამხედროების შორის, სადაც პოლიტიკოსი სვამს ამოცანას, მაგრამ სამხედრო უსვამს საპასუხო კითხვას, ესე იგი შემხედრო კითხვას იმის თაობაზე, რომ იმისთვის რომ მე ეს ამოცანა შევასრულო, დამჭირდება X, Y და ასე შემდეგ ძალები, რისთვისაც მე ამ ხელა ბიუჯეტი დამჭირდება, ხო? ამას თუ პოლიტიკოსი ხელს აწერს, შემდეგ ეს პასუხისმგებლობა გადადის პოლიტიკოსზე, რომელმაც ეს შესაძლებლობები, ეს ბიუჯეტი არ მიაწოდა სამხედროს. და იცით თქვენ რომ თავდაცვის ბიუჯეტი აბსოლუტურ რიცხვებში კი უნიშნულოდ იზრდება, მაგრამ მშპ-სთან მიმართებაში მკვეთრად არის შემცირებული დოლარის კურსის გათვალისწინებით, მისი მსყიდველობით უნარიანობა მკვეთრად არის შემცირებული. სწორედ ამის გამო არ აკეთებდნენ ამას. იმის გამო რომ თუ პასუხისმგებლობას იღებ, რომ ხელს აწერ რაღაც დოკუმენტს, სადაც სამხედრო გეუბნება იმისთვის, რომ მე ეს ამოცანა შევასრულო, მჭირდება აი ეს რესურსები და ხელი მოაწერ, მაგრამ არ შეასრულე, ხო? მაშინ შენზე გადმოდის პასუხისმგებლობა. დღეს არის ვითარება, როდესაც პოლიტიკოსებს შესანიშნავი ისა აქვს შექმნილი. რა ქვია მაგას, აი ამ ბუნდოვანების შეფუთვა, სადაც ისინი იტყვიან, რომ იცით რა, მე არ ვიცოდი. და იმიტომ რომ არ არსებობს ხელმოწერილი, მათ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც მათ რაღაცა არ გააკეთეს. ხო, მაგრამ აი ქართული ოცნების მმართველობის 13 წლის განმავლობაში 6 თუ 6 მინისტრი ყავდა, ხო, თავდაცვის 7, მე 7-ია ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც ახლა თავდაცვის მინისტრი. ანუ არც ერთს არ მოუნდა ეს პასუხისმგებლობა, ვერც ერთმა ვერ დაინახა ამისი მნიშვნელობა, ყველა გაიქცა ამ პასუხისმგებლობას, თუ ყველასთვის არ იდგა ეს დღის წესრიგში და რაღაცა დროის მერე დადგა. ალბათ გარკვეული აზრით ყველასთვის იდგა. ამ ქვეყანაში თავდაცვის მინისტრობა არის სასჯელი, მე თვითონ მკითხავთ, იმის გამო, რომ იღებ პასუხისმგებლობას ძალიან დიდ რამეზე. ხარ მთავარი მედიატორი, ესე იგი, ოფიცერებსა და პოლიტიკურ კლასს შორის და პოლიტიკურ კლასს შენთვის არსალია. ეს საკითხები არ აღელვებს. ეს არ არის ახალი, ეხლა რასაც მე ვამბობ, იგივე პრობლემაზე შეიძლება დაგელაპარაკოთ თქვენ. ამერიკელი ოფიცერი, უკრაინელი ოფიცერი არის, ბელგიელი ოფიცერი, რომელიც გეტყვის, რომ კი სამწუხაროდ ჩვენ რადგან ომი არის დაზღვევის ტიპის რაღაცაა, ხო გესმით, ისეთი რამე რომელიც არ იცი რეალიზდება თუ არა და ამ დროს ძალიან ძვირია. ზედმეტობაში იხდი ფულს. redundancy რო ამბობენ, აი ესეთი რამეა, ხო? განსაკუთრებით როცა დიდ მოწინააღმდეგესთან საკუთარ ტერიტორიაზე ომი გიწევს, იქ სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნა, რომელიც შეიძლება არასოდეს არ გამოგადგეს, რომელიც ძალიან ძვირია და ასე შემდეგ. და ამ დროს საზოგადოებრივი წნეხიც ხო არ არის ამ ყველაფერზე მოთხოვნა, ხო, რომ ამაში მოდი ფული ჩავდოთ. ყველას გვირჩევნია ჩვენმა შვილებმა უკეთესი განათლება მიიღონ, უკეთეს სკოლაში არ ვარ, ჩვენ ჯანდაცვა გქონდეს უკეთესი.
მაგრამ სხვა ქვეყნებში სადაც ანუ კიდევ მეორე ჯარის პრობლემატიკა ამაზრით მსგავსია სხვაგანაც, მაგრამ იქ ამას აკომპენსირებენ იმით, რომ სტრატეგიული კულტურა და უსაფრთხოების მიმართ დამოკიდებულება პოლიტიკურ კლასში მაინც ბევრად მაღალია და ეს ხდება იმის შედეგადაც მათ შორის, რომ ძალიან ბევრი ყოფილი და გადამდგარი ოფიცერი მიდის შემდეგ პოლიტიკაში, რომლისთვისაც ეს ყველაფერი იმის გამო რომ ოფიცრობა რას ნიშნავს? ოფიცრობა ნიშნავს განსაკუთრებით თუ რაღაცა სტრატეგიულ დონეს მიაღწევ, მუდმივად დონეზე ფიქრს ნიშნავს. და როცა შენ ამაზრებით მიდიხარ და ადამიანებს რომელსაც ამ თემებზე არასოდეს არ უფიქრეთ, ამას უზიარებ, შეიძლება უბრალოდ ჩათვალო რომ გიჟი ხარ. მეც კი დამიჭერია ჩემი თავი ამ ამბავში, რომ შენ სულ ომზე რატო ლაპარაკობ? ამ დროს ეს არის იმ ადამიანების საქმე. და როცა ასეთი ადამიანები ვისი საქმეც ეს იყო, გადაწყვეტილების მიმღები პირებიც არიან, ანუ პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მერე კომპენსირდება შედარებით ეს გეფი თუ ცარიელი ადგილი, რომელიც ზოგადად სამხედრო საქმესა და პოლიტიკას შორის ურთიერთობაში არის. და როცა ამის თეორეტიზაციას ახდენენ სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობებს, მათ შორის აქ შემოყავთ ისეთი საკითხები, როგორიც არის არა მხოლოდ პოლიტიკური კლასი რამდენად არის განსწავლული. მაგალითად ფინელებს პირდაპირ სტანდარტი აქვთ რა, რომ აი მინიმუმ რა რაოდენობის პოლიტიკოსი უნდა იყოს, რომელსაც სამხედრო საქმესთან აი ასეთი ფორმით შეხება. კოტები ვით აქვთ? ნუ თლად კოტებით არა, მაგრამ აი იგივე მოქმედი პარლამენტარებისთვის სპეციალური სკოლა აქვს, სადაც ისინი გარდა იმისა, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური აქვთ გავლილი, რადგან ფინეთში სავალდებულოა, პერიოდულად გადიან ახალ ტიპის ცოდნებს იძენენ სამხედრო საქმეში. და როცა ამის თეორეტიზაციას ახდენენ, მარტო პოლიტიკოსებზე აღარ ლაპარაკობენ, იქ ლაპარაკია აი მედია სივრცე, რამდენი დისკურსი არსებობს სამხედრო პოლიტიკურ საკითხებზე. სხვათა შორის უკრაინაში დაწყებულმა ომმა, ანუ როგორ შეიძლება ეხლა რამ უკრაინაში მიმდინარე ტრაგედიებმა რამე ტიპის პოზიტივის თვალით შეხედო, მაგრამ მე გამიჩინა განცდა, რომ ვინაიდან მთელი საქართველოს ტელევიზორით უყურებდა ამ ყველაფერს და დიდი იყო ინტერესი, მე გამიჩინა განცდა, რომ აი ხა დგება მომენტი, როცა ჩვენც შეიძლება დავიწყოთ ამ პრობლემებზე საუბარი ღიად, საჯაროდ. და ეს იყოს გასაგები. და ეს იყოს ანუ ეს იყო მომენტი, როდესაც საზოგადოების მხარდაჭერა თავდაცვის ბიუჯეტის ზრდის მიმართ ახალი ტიპის სისტემებში სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართ იქნებოდა მაღალი. იმ მარტივ მიზეზის გამო რომ მეც კი მიერეკავდნენ იმ პერიოდში ადამიანები და მეკითხებოდნენ რომ აი არსებობს ამ ქვეყანაში თავშესაფარი, არსებობს ადრეული შეტყობინების სისტემა, ანუ ჩვენც გავიგებთ საყურის და ასე შემდეგ. გაყიდვები გაიზარდა მაგ. იარაღის გაყიდვები, ანუ მოხალისეობის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, მაგრამ ოცნებამ იცი თქვენ ეს ვთქვათ რა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სანაცვლოდ. ამ ყველაფრის საპირისპირო აკეთა, ანუ სრულიად რადიკალურად სხვა რაღაცები აკეთა, დაიწყო ჩვენი, ანუ ის რაც არის ამ ქვეყნის კიდე ნებისმიერ მცირე ქვეყნის კიდე მეორე მთავარი, ესე იგი რაღაცა გამარჯვების ფორმულა, საკუთარი ნების, მოსახლეობის ნების, საერთოდ დაიცვა საკუთარი ისტორია, სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა, ამის დასუსტება დაიწყო დასუსტება მათ შორის ომის შიშიც არაბუნებრივი კულტივირებით, შეიარაღებული ძალების მუდმივი დამცირებით გახსოვთ, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ზალკალიანი, რომელსაც დასაწყისშივე გააკეთა განცხადება, რომ გახსოვთ როგორი იყო ეს განცხადება, რაღაცა 2 დღეში აღარ იარსებებს ჩვენი შეიარაღებული ძალებით, თუ რაღაცა ასეთები. ეს პრეზიდენტზე როგორც მთავარსარდალზე თავდასხმა და მოღალატეთ მისი მოხსენება. ნუ მერე იყო, არ ვიცი, ვაზიანის სამხედრო ბაზის გაუქმების საკითხი. აეროპორტის იქ გადატანის. იყო თუმცა არ ამბობდნენ ბიუჯეტის შემცირების და იყო მუდმივი ნარატივი იმის თაობაზე, რომ ჩვენ არ შეგვწევს ძალა. და ამ დროს უკრაინამ შექმნა პრეცედენტი, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ჩვენზე ფიზიკურად ბევრად უფრო დიდი სახელმწიფოა, ხო, შექმნა პრეცედენტი, რომ თუ შენ სუვერენიტეტის დაცვა გინდა, მაშინ ყველაფერია შესაძლებელი და უკრაინაში ომის მათ შორის წარმოების აი ამ საკითხებს უამრავი დასავლური სახელმწიფო ინტელექტუალი მკვლევარი, არ ვიცი, მზვერავი სწავლობს და ანალიზებს, რომ თავის ქვეყანაში ეს ყველაფერი მომავალში გამოიყენონ. ჩვენთან ნული ამ ტიპის მოქმედებები. საზოგადოების განწყობებზე ვიკითხავ, აი რაც თქვით, რომ
შეგვეძლო შემოგვეტრიალებინა ხო ეს საჩვენოთ. ამაზეც სულ მაქვს ხოლმე კითხვები, იმიტომ რომ ეხლა ამ კომისიაზე ერთ-ერთი რაც ისმის, ბრალდებათ არის ის, რომ რამდენიმე საყურადღებო რამე ისმის, რაც სულ მეორდება. ხო, ერთ-ერთი არის ის, რომ მოქალაქეები, მშვიდობიანი მოსახლეობა მიატოვეს მაშინ იქ, ხო? და ჩვენ სულ რამდენიმე თვის და წლის წინანდელი კადრები გვახსოვს და ამბები, რომლებიც ჩვენ თვითონ გაგვიშუქებია, როცა არანაირი ომი არ ყოფილა ამ ქვეყანაში, მაგრამ მშვიდობიანი მოსახლეობა ხან თოვლში, ხან ზვავში და ხან მეწყერში ყოფილა ასევე უპატრონოდ მიტოვებული, ხო? სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა მოქმედი ხელისუფლება რაღაცნაირად ახერხებს ამ პასუხისმგებლობას გაექცეს და ეს კადრები არავინ არ გაიხსენოს, იგივე მაგალითად შოუში რაც იყო, როცა 3 საათზე მეტი დაჭირდა ვერტმფრენის გადაფრენას და ილაპარაკოს იმაზე, რომ ომში ვიღაცამ ვიღაცა მიატოვა, ხო, 15 წლის წინ. აი ეს ორი რამე როგორ თავსდება ერთად, თუ არ გვაქვს არანაირი სტრატეგიული გეგმა, ჩვენ ვიცით, რაც ნამდვილად ვიცით, სულ არავინ არ გითხრას, რომ თავდაცვის ბიუჯეტი, აი რაც თქვენ თქვით, ციფრები შეიძლება იზრდება, მაგრამ ფაქტობრივად კლებადია. ვიცით, რომ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს შეჩერებული, რაც ნიშნავს, რომ წვრთნებიც შემცირებულია და მანამდეც ამ პარტნიორობის შეჩერებამდეც წვრთნები, საერთაშორისო წვრთნები, რომელშიც ჩვენი თავდაცვის ძალები იყო ჩართული, იკლებდა მათი რიცხვი და ფაქტობრივად რაღაცა იზოლირებულ სისტემად იქცევა ჩვენი ჯარი ამ პოლიტიკის პირობებში, ხო, რაც ჩვენ გვაქვს და გარდა ამისა, რამდენიმე ხნის წინ იყო ირაკლი ალასანია ჩვენთან სტუმრად, რომელიც ლაპარაკობდა, როგორ დარჩა საქართველოს მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვითი სისტემების გარეშე ქართული ოცნების მოსვლიდან ძალიან მალევე, ხო? და ეს სისტემები დღემდე არ აქვს. აი, როგორ შეიძლება ესეთი ფაქტები არსებობდეს, მაგრამ მაინც მოქმედი ხელისუფლება ხელს იშველდეს წინა ხელისუფლებაზე და იმაზე, რომ მაშინ ხალხი მიატოვეს. მართლა მიატოვეს ხალხი? თუ ეს შესაძლებელი იყო, რომ ხალხი არ მიეტოვებინათ, თუ საკუთარი შეცდომების გადაფარვის მცდელობა, აი, რასთან გვაქვს აქ საქმე? ხო, ეს არის ოცნების სტილში ცინიზმი. ხო, მაგრამ აი რო აუხსნათ მათთვის, ვისაც სჯერა ამის, ვინც შეიძლება იზიარებს, რომ შეიძლება ხალხი არ მიეტოვებინათ. აი როგორ იყო პასუხისმგებლობები? იგივე რაც თქვით, რომ მარტო თავდაცვის სამინისტრო არ არის, ხო, ამაზე პასუხისმგებელი ბევრი სხვა უწყება ერთვება საკანკებო ვითარებაში. კი, ეს არის ნებისმიერი ომი, ჯერდი ნებისმიერი ომის ომს მართავენ პოლიტიკოსები. არ არსებობს ესეთი ვითარება, სადაც სამხედროებმა რაღაცა გენიალური გეგმა შეიმუშავეს და პოლიტიკოსებმა თუ ეს არ გაითვალისწინეს, ამიტომ პოლიტიკოსის მით უმეტეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. პოლიტიკოსია მთავარი ადამიანი, ის სვამს ამოცანებს, ის იღებს გადაწყვეტილებებს. მისი პასუხისმგებლობა შეიძლება შემოიფარგლოს იმით, რომ ის აღარ აირჩიონ ადამიანებმა და ეს ხდება ხოლმე მათ შორის დემოკრატიებში, როდესაც გამარჯვებულ პოლიტიკოსებსაც კი ომის შემდეგ აღარ ირჩევენ, ასეთი შემთხვევებიც იცის მსოფლიო, მაგრამ ეს არის ერთადერთი მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაულებში ანუ ვერ იქნება სისხლის სამართლის დანაშაული გადაწყვეტილება, რომელიც კრიზისის მომენტში მიიღე გარკვეული ანალიზის საფუძველზე. როდესაც ამობენ რომ პოლიტიკოსები მართავენ აქ მარტო რაღაცა დემოკრატია, როგორც ასეთი მინაიდან მას ხალხისგან აქვს მიღებული ლეგიტიმაცია. მხოლოდ ეს საკითხი კი არ არის აქ მთავარი. წმინდა ეს ომის მართვის და სტრატეგიული მართვის თვალსაზრისით აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ სამხედროები ნებისმიერი ცალკე აღებული უწყება ამ ტიპის კრიზისის დროს ხედავს სურათის მხოლოდ ერთ ნაწილს. ანუ როდესაც მე დაგიშვამთ კითხვა თქვენი თავის, რატო არსებობს ეროვნული უშიშროების საბჭოები? აი მაგალითად ამერიკაში, ბრიტანეთში, საქართველოშიც მათ შორის რომელიც ორჯერ გააუქმეს, შექმნეს, ეხა კიდე რაღაცა არსებობს. იმიტომ რომ აკოორდინირებელი. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ მაგიდაზე, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, უნდა არსებობდეს ყველა საზრი და საბოლოოდ ეს ხო არ არის თან ისეთი ვითარება, როდესაც სრულიად ცხადი, ანუ ორჯერ ორია, რომ აი ეს არის გასაკეთებელი. ომი იმიტომ არის კომპლექსური მოვლენა და საერთოდ ადამიანების ინტერაქცია და განსაკუთრებით ომი იმდენად კომპლექსურია, რომ ეს არ არის ვითარება, როდესაც მაგალითად გადაწყვეტილება ევაკუაციის თაობაზე შეიძლება ამას თუ ოთახში იმ წუთას საბჭოს სხდომაზე 15 კაცი ზის, 15-ისთვისვე ცხადია და მაინც ესე უნდა გაკეთდეს და ეგ იქნება სწორი. ანუ ეს არ არის ვითარება, ფაზლი, რომელსაც ერთი ამოხსნა აქვს. სწორედ ამიტომ მსჯელობენ და მსჯელობის შემდეგ უნდა დადგეს გადაწყვეტილება და გადაწყვეტილებაზე ერთადერთი ადამიანია პასუხისმგებელი, ეს არის იმ მომენტში უმაღლესი მთავარსარდალი
ოღონდ პოლიტიკოსს. მან მხოლოდ რჩევები უნდა მიიღოს. ოღონდ რჩევები მიიღოს არა მხოლოდ შეიარაღებული ძალებისგან, კიდე გითხარით, ყველა უწყებისგან, იმის გამო, რომ ისინი ყველა ეს ადამიანი სურათის სხვადასხვა იმას ხედავენ. აი ძალიან ბევრი ფილმია გადაღებული, წიგნებს თუ არ წაიკითხავენ, მაგალითად კუბის კრიზისთან დაკავშირებით, ხო? როგორ იღებდა პრეზიდენტი კენედი იმ მომენტში გადაწყვეტილებას და მან რამდენჯერმე გაიარა იმ ზღვარზე, როდესაც ბევრს მაშინ იმ დროს თუ არა, ანუ საბოლოოდ რასაკვირველია, კრიზისის დასაწყისში არავინ არ იცოდა, რომ შედეგი მშვიდობიანი იქნებოდა, ხო? და ნებისმიერ მომენტში ის იღებდა გადაწყვეტილებებს, სადაც შეიძლება ამერიკის ინტერესები მკვეთრად დაზარალებულიყო. მათ შორის უწევდა იმას ფიქრი, რამდენად შეეტყობინებინათ ამერიკელი მოსახლეობისთვის წასულიყვნენ თუ არა და უახლოესი ბუნკერი ეძებნათ. და იქ ძალიან კარგად ჩანს ეს დინამიკა, რომ სამხედროები ერთი ტიპის solution-ს ითხოვენ, გადაწყვეტას ითხოვენ პრობლემის, მაგრამ დიპლომატები სხვანაირად ხედავენ ამ საკითხს, ხო? ამიტომ ჩვენთანაც ასეთი ვითარება იყო. მე არ იმ პერიოდში არ ვესწრებოდი ცხადია საბჭოს ხდომებს, მაგრამ ესე იგი ევაკუაცია მაგალითად, რომელიც ასევე ძალიან კომპლექსური მოვლენაა, რომლის ჩატარება თავისთავად რთული ამოცანაა, მაგრამ განსაკუთრებით რთული ამოცანაა გადაწყვეტილების მიღება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს იწვევს ისეთ რა ქვია რეზონანსებს, რომელსაც აქვს შედეგები ყველაფერზე. ანუ შედეგები თბილისში პოლიტიკურ განწყობებზე, ადამიანების პანიკის ხარისხზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ოღონდ შეიძლება ამ ვითარებაში გასაკეთებელი იყო რაღაცა და არასწორად გაკეთდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს კიდევ ვიმეორებ, რომ ვიღაცა სისხლის სამართლის დანაშაული შეიძლება დაძლო ბრალი იმის გამო, რომ იმ მომენტში ანალიზმა აქამდე მიიყვანა. ეს როგორი ამბავია, იცით რომ არ დაგავიწყეთ, ჩვენ ცხოვრებაშიც არსებობს ასეთი ხალხი, ჩვენ რაღაცაზე გვიმსჯელია, დისკუსია გქონია, ბოლოს ერთი კონკრეტული მოქმედება აგიღეთ, თქვენ თუ ხართ ხელმძღვანელი, თქვენ მიგიღეთ გადაწყვეტილება, მაგრამ სამსახურში 2-3 ადამიანი სულ არსებობს, რომელიც ამას არ იზიარებდა და თუ მერე თქვენი ეს გადაწყვეტილება არ გამართლა, აი ხო ვამბობდი. ხო და ეს ხო ვამბობდი, ჩვენ გვესმის 2008 წლიდან მოყოლებული. მაგრამ კიდევ მეორე გვესმოდა რაღაცა მარგინალური ჯგუფების მხრიდან, ან რუსი იმისგან, რა ქვია, პროპაგანდისტების მხრიდან, ან რუსეთის ოფიციოზის მხრიდან და დღეს როდესაც ამ ყველაფერს პარლამენტში ვისმენთ, როგორც საბრალდებო დასკვნას, ნუ აი კატასტროფაა ეს, მკვეთრად დამცირებს ჩვენში, აი როგორ გითხრათ, ეხლა წარმოიდგინეთ ჟენევაში მაგალითად, ჟენევა ხო არ დასრულებულა, ჟენევის დისკუსიებზე ხო მიდიან ქართველი დიპლომატები და მონაწილეობენ დღემდე, ხო? იქ ხომ ეს წნეხები რუსეთს არ შეუმცირებია ჩვენს მიმართ და ახალი არგუმენტები ჩდება ჩვენივე საგარეო პოლიტიკური პოზიციების შესასუსტებლად. და იმას შეიძლება ჟენევის ფორმატიც გადაიხედოს ოცნების მიერ რამდენად საჭიროა და პირისპირ მოლაპარაკებებზე ხო არ გადავიდნენ, ამის გაგრძელება ეს ხო არ იქნება? თქვენ არ დაგავიწყდეთ ერთი რამ, ანუ ოცნებამ უკვე მიაღწია იმას, რომ ჟენევაში ფორმალურად კი შეხედან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მაგრამ იმდენად გართულებულია თბილისსა და ბრიუსელს შორის და თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები, რომ ეხლა იმ ადამიანებს, ბიუროკრატებს, დიპლომატებს, ვინც მონაწილეობენ ამ ყველაფერში, მე დარწმუნებული ვარ, მათ კომიტმენტზე ეს პირდაპირ არ აისახება, იმიტომ რომ წლებია ამაში მონაწილეობენ, მაგრამ ნებისმიერ წამს შეიძლება, ნებისმიერ შემთხვევაში ეს განწყობები და ურთიერთობის დინამიკა, რაც არსებობს თბილისსა და ვაშინგტონს და თბილისსა და ბრიუსელს შორის, ამ ხალხზე ადრე თუ გვიან აისახება. ანუ იქ უკვე დასუსტებულები ვართ ჩვენ. ანუ ის რაც ჩვენთვის ითვლებოდა ის რომ არ ვიყავით მარტო ვრჩებით ამ ხელისუფლების თუნდაც ამ ფორმატში დავჭერთ. მათ შორის ჟენევაში. მე ჟენევა რადგან ვახსენეთ, ვიტყვი, ბოლო პერიოდში რუსებმა აქტიურად დაიწყეს ლაპარაკი ევროკავშირის მონიტორინგის მისიაზე, როგორც დესტაბილიზატორზე ლაპარაკი სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების. და ეს ჩემთვის ძალიან საგანგაშო ინფორმაცია იმის გამო, რომ რუსებმა კარგად დაიჭირეს ეს მომენტი. რამდენად მზად იქნება თბილისი ერთი მხრივ დაიცვას ევროკავშირის მისია საქართველოში და მეორე მხრივ იგივე არ ვიცი რომელიმე სკეპტიკოსი, პოლიტიკოსი თუ ბიუროკრატი ბრიუსელში რამდენად მზად იქნება რომ გადაარჩინოს ევროკავშირის მისია იმ ფონზე თუ რაღაც ტიპის მაგალითად არ ვიცი პროვოკაციებს მოუწყობენ ამ ხალხს გამყოფ სოლზე რუსები.
ეს საგანგაშო ამბავია, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი საერთაშორისო მეთვალყურე მექანიზმი, რომელიც აი ამ აქ ადგილზე აკვირდება ამ დინამიკას და ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ ხვალ რუსებმა გადაწყვიტონ კიდე რამე ტიპის პროვოკაციები, რაღაც ახალი ტიპის ტალიამინის დასკვნა კი არ გახდეს საჭირო და კვლევა, არამედ ონლაინ მიიღონ ბრიუსელში და სხვადასხვა დედაქალაქებში ვითარებაზე ინფორმაცია და ნახონ, რომ ვინ არის საბოლოო ჯამში აგრესორი. ხო, ეს მნიშვნელოვანი იქნება. აი, ამ ზიანზე მინდა გკითხოთ ისევ ამ კომისიას, რომ დაუბრუნდეთ. ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს ეს მოცემულობა, რომ არსებობს საერთაშორისო სასამართლოების, როგორც ჰააგის, ასევე სტრასბურგის გადაწყვეტილებები, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ ამ ომში დამნაშავე იყო რუსეთი და აგრესორი იყო რუსეთი. მეორე მხრივ გვაქვს ეს მცდელობა, არ ვიცი, ეს შიდა პროპაგანდისტული მიზნებისთვის განკუთვნილი თუ რუსეთის სპეცოპერაციის დავალების შემასრულებელი, რომელიც ფაქტია, რომ ბევრ ადამიანს აღელვებს და თვლის, რომ ეს ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია თუ პროცესია თუ როგორც არის, ხო? ზიანი რაც შეიძლება ახლა ამ კომისიამ მოიტანოს გარდა დემორალიზაციისა და მღელვარებისა და შეურაცხყოფისა, თუნდაც უკვე გარდაცვლილი ადამიანების, ვინც თავი შეწირა ხო ამ ქვეყნის არსებობისთვის და გადარჩენისთვის იბრძოლა. რა შეიძლება იყოს? შეიძლება გადაიხედოს საერთაშორისო დონეზე ეს გადაწყვეტილებები, შეიძლება რუსეთს მიეცეს ახალი ნარატივის ჩამოყალიბების საშუალება. ანუ აი შეიძლება იგივე რამდენიმე წლის შემდეგ ამ კომისიაში მჯდომი ადამიანების გასამართლების საკითხი დადგეს, როგორც ერის მოღალატეების თუ რაღაც ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატეების. ანუ გაგრძელება რა შეიძლება კონდეს ამ ამბავს? გაგრძელება ამ შემთხვევაში პოლიტიკური ზეწოლის და დიპლომატიური რაღაცა მექანიზმების ამ ნაწილში ცხადია რომ უკვე გვესმის ხო თქვა მაგალითად იგივე გადმოგვეცით და ასე შემდეგ. ასეთ ბევრს მოვისმენთ. რაც შეეხება იმას რომ მოხდება თუ არა თქვა სასამართლოების გადაწყვეტილებების გადახედვა არ უშვებ ამას, იმიტომ რომ ის სხვა პროცესია. მაგრამ აი პოლიტიკურ ნარატივების ბრძოლაში და ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ საინფორმაციო ეპოქაში ვცხოვრობთ, ვიცით საინფორმაციო ომი გვსმენია, ჰიბრიდული ომის ნაწილია და ესე იგი ამ თვალსაზრისით ჩვენი პოზიციები ცხადია რომ დასუსტება, იმიტომ რომ მუდმივად გამოიყენებენ არა უკვე რაღაცა ესე იგი რომელიმე კვლევარის ან ქართველია ეგრეთ წოდებული ანალიტიკოსის ციტატებს, არამედ დაეყრდნობიან აი ამ საპარლამენტო კომისიაში გაჟღერებულ ამა თუ იმ ამბავს. სხვადასხვა მე ესეც მინდა ესმოდეს საზოგადოებას. ანუ იქ ჯერ ერთი თვითონ ამ კომისიაზე იმდენ სხვადასხვა სიბრტყის და სხვადასხვა განზომილების პრობლემის განხილვა მიდის, მაგალითად აი მოვისმენთ რომ 20-ეული მოხდა მეგობრულ ცეცხლში და თან იქვე იყო განსჯა იმის თაობაზე, უნდა დაგვეწყოთ თუ არა გაგვეხსნათ 2 ცეცხლე 7-ში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის სრულიად სხვადასხვა ტიპის მოვლენა, ხო გესმით ხო? იმიტომ რომ 20-ეულის მეგობრულ ცეცხლში მოხვედრან ეს არის ისეთი რამე, რაც ყველა კონფლიქტში შეიძლება მოხდეს. თუმცა ამ კომისიაზე ესე არ იყო წარმოჩენილი, რომ ჩვეულებრივი რამ არის საომარ-ვითარებაში, ეს იყო წარმოჩენილი როგორც უპრეცედენტო დიდი შეცდომა. არ ვიცი, ხალხო ჰოლივუდის ფილმებს მაინც უყურეთ, ვისაც ეს გჯერათ. ხდება ეს ყველგან. ოღონდ ამის შემდეგ, ესე იგი ეს რაღაცა ეროვნულ დონეზეც კი არ არის. ანუ ამაზე შიდა მოკვლევები ტარდება, როგორც ეს ამა თუ იმ სისტემაში შიგნით. და მე დგება საკითხი ამა თუ იმ მეთაურის არ ვიცი დაქვეითების ან შესაძლოა არც დააქვეითონ ეს ადამიანი, იმიტომ რომ აღმოჩნდეს რომ ეს არ ვიცი რაღაცა ობიექტური გავრცელებებით იყო გამოწვეული, ხო? ჩვენ რამდენიმე გმირი ყავს აფხაზეთის ომში, გმირი არა, ანუ ვახტანგ გორგასლის ორდერები და ცოცხლებიც არიან ეს ადამიანები. ითვლება რომ აი ეს ანუახოს ალყის დროს მაშინ ქართულმა ქვედანაყოფებმა საკუთარი артиლერიის ცეცხლი იმდენად ახლოს მოითხოვეს რომ მაღალი იყო რისკი, რომ ესე იგი ამ ცეცხლის ქვეშ მოყოლილიყო თვითონ. მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო და მაშინ ქართულმა артиლერიამ აი რაღაც ფილიგრანული სიზუსტით შეასრულა ეს ამოცანა. და ეხლა წარმოგიდგენიათ ეს ადამიანი დაჯილდოვებული ყავს რომ გაგვესამართლებინა იმის თაობაზე, როგორ გამოიწვიეს ეს მეგობრული ცეცხლი. მოკლედ ეს ერთი ტიპის საკითხია და ეს თემები კიდევ მეორე შესწავლილია თქვენც ახსენეთ. მათ შორის შესწავლილია აგვისტოს ომიდან საკმაოდ სწრაფად
იმავე ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ თუ ეს არ აკმაყოფილებდა 2012 წელს, როდესაც მოვიდნენ ხელისუფლებაში, მათაც შექმნეს კომისია, მაშინ ალასანე იყო თავდაცვის მინისტრი და არსებობს ეს გრიფირებული დოკუმენტი, იქ უამრავი საკითხია, რომელზეც შეიძლება მსჯელობა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს საჯაროდ ამ თემების სპეკულაცია, მოკლედ სხვა საკითხია და არამც, მოკლედ ეს უნდა ითქვას, რომ ის რაც კომისიაში ხდება არამც არ არის ის რასაც აი lessons learned და after action reviews რო ეძახიან ხო მოქმედებათა შემდგომ შეფასება ეს მაგმიზნით კი არ ხდება რომ რაღაც მომავალში იგივე შეცდომები აღარ დავუშვათ თუ ეგ მიზანი რო გქონდეთ მაშინ პირველ რიგში ეროვნულ თავდაცვის ატყობნის გეგმას თვითონ შექმნიდნენ რომელიც არა აქვთ და სხვა შესაძლებლობებს რომელიც ბევრად ძლიერი და უკეთესი ქონდა აგვისტოს ომის მდგომარეობით კი არ დაასუსტებდნენ გააძლიერებდნენ ეს ამოცანა რო ედგათ მხოლოდ პოლიტიკური ანგარის სწორება და არ ვიცი რუსეთის დავალების შესრულება ამ შემთხვევაში ამიტომ ვფიქრობ მიზანი და მეორე საკითხი არის თქვა აგვისტოს ანუ რა მომენტში გაიხსნა ცეცხლი რა მომენტში გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და ამაზე მინდა გითხრათ აი თავდაცვის სამინისტროში ბევრი პროგრესული რაღაცა და ერთ-ერთი მართლარი აი გულით მიყვარდა ეს ამ სწავლებაში მონაწილეობა ხოლმე სამეთაურო საშტაბო სწავლება დიდგორი. ეს არის ეხლა ანუ საიდუმლოს კი არ ვყვები, იმიტომ რომ თვითონ სამინისტრო დებს ხოლმე ამ დიდგორზე ინფორმაციას. ეს არის სწავლება, სადაც ესე იგი აი ასეთი კრიზისზე და ომზე როგორ რეაგირებს ყველა სახელმწიფო უწყებები და ამაში არიან როლ პლეიერები ჩართული, აი მაგალითად მე ხშირად ვიყავი ან თავდაცვის მინისტრის, ან პრემიერ-მინისტრის როლის შემსრულებელი და როგორც ქვეყანაში უნდა შეიქმნას ომის დროს, ხო, რაღაცა სტრატეგიული კომუნიკაციები ვიღაცას ჩაბარდეს და ასე შემდეგ და ეს არის ერთი ამბავი, ანუ ეს სიმულაცია როგორ ხდება, რომ რაღაცა ყავს მოწინააღმდეგის უჯრედი, რომელიც წითელი უჯრედი, რომელიც მუდმივად აგზავნის აი ამ ნარატივებს, რაღაცა ამბებს, დილემებს გიქმნის და მეორე ანუ რაღაც კომპიუტერული სიმულაცია ეს სუფთა სამხედრო ამბავია და ესეც თამაშდება პარალელურად. ნებისმიერ ევროპულ და ნორმალურ ქვეყანაში, დასავლეთში კი არა მხოლოდ ევროპა, შუაშია, ხო, ანუ ნებისმიერ ქვეყანაში სტრატეგიული კულტურა არსებობს, ასეთ სწავლებებში მაღალი დონის პოლიტიკოსები მინიმუმ 2-3 დღე მონაწილეობენ. აი მე გაგიკვირდება ამერიკაში ვსწავლობდი თავდაცვის უნივერსიტეტში და ერთ დღეს გამოგვიცხადეს, რომ ხვალო აუდიტორიებში არ მოდიხართ და როცა ვიკითხეთ მიზეზი, გითხრეს რომ ხვალ არის დიდი სიმულაციური სწავლება, არ ვიცი ამერიკელები რა ტიპის თავდასხმას ელოდებოდნენ ალბათ რაღაცა უცხო პლანეტელებისგან და კონგრესის ერთ-ერთი კომიტეტის ოთახი იქ არისო აი ეს აუდიტორია რომელშიც ახლა თქვენზე ხართო რა და ხვალ კონგრესმენები მოდიან და ამაში უნდა მიიღონ მონაწილეობა ამ სწავლებაში. არასდროს ქართულ პოლიტიკოსებს აი ამ დიდგორში ინფორმით რომ თვითონაც მონაწილეობა მიიღოთ არც ერთს ნუ იყო მაგალითად პრეზიდენტი მარგველაშვილია სტუმრად მოსული თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი მოსული და ასე შემდეგ მაგრამ აი ის რომ დამსხდარი იყვნენ და ერთი დღე სრულად გაეტარებინათ ამ სწავლებაზე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა რატო არ აინტერესებთ მართლა არა მაქვს მაგაზე პასუხი, ბევრი მიფიქრია. თუ არ უხსნიან რატოა ეს მნიშვნელოვანი. არის ანუ მართლა როგორ გითხრათ ეხლა მართლა თამაშად აღიქვამენ. მართლა თამაშადაც აღიქვამენ და თან აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ამბავი. იმ სწავლებაში ჩნდება ის ნაკლოვანებები, რომელიც შენს სისტემას აქვს. რომლის ხელმძღვანელი ხარ და უწყება ხარ, ანუ პასუხისმგებელი მინისტრი ხარ, ხო? ამ დროს ყოველდღიურად ესმენები შენ დილით ორშაბათის თათბირზე გიყვებიან ყველაფერი კარგად არის და უცებ ამ სწავლებაზე სადაც სხვადასხვა უწყება მონაწილეობს და ყველა ვხედავთ ერთმანეთის პრობლემებს იქ ხდება რომ აი თურმე სწრაფად ვერ რეაგირებ იმის გამო რომ საკმარისი რაოდენობის სახანძრო მანქანები არ ყავს რა ქვია საგანგებო სიტუაციების სამსახურს ან ბევრი საკითხია ასეთი რომელიც არ მინდა ახლა ლაპარაკი და ამის მოსმენა არ უნდათ. იმიტომ რომ თუ დააფიქსირე და ეს მიიღე როგორც პრობლემა, მაშინ ხვალ ამის გადაწყვეტაზე უნდა დაიწყო ფიქრი და რო გადაწყვიტო, იცით რა უნდა გააკეთოთ? უნდა მოახდინო რესურსების ოპტიმიზაცია. უნდა გაათავისუფლო პარტიული ნიშნით დანიშნული ბიუროკრატიის ვიღაც ტიპები რო ყავს. ჯიპებიდან უნდა ჩამოხვიდე და ტანკები უნდა იყიდო ერთფრენები და ამის გაკეთება ცხადია რომ არავის არ უნდა. მაგრამ აი დავასრულებ ამ დიდგორზე ლაპარაკს. მე თვითონ მიმიღია მონაწილეობა და არის ურთულესი საკითხი და აი მან დიდგორს დავანებოთ თავი. ხო აი წარმოიდგინონ იმ ხალხმა ვინც იზიარებს რაღაცნაირად და აი ამ რაღაცა წენებს სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ პრეტენზიებს.
რა მომენტში იწყება ამ ქვეყანაში ომი. ანუ რა დროს აცხადებს ამ მდგომარეობას თუ მოწინააღმდეგის რა ზომის ქვედანაყოფმა უნდა გადმოლახოს, აი საოკუპაციო ხაზი და როგორი უნდა იყოს ჩვენი რეაგირება. ეს იცით როგორი დილემა, ანუ მარტო ჩვენ კი არ გვიდგას ეს ამაზე დილემა. ხომ კაფეო პასუხი არ არსებობს, არ რომელზეც არსებობს, ჩვენ რა თქმა უნდა, გვეცოდინება, ჯერობის რომ აი საკითხია. ამ აი, ადამიანმა მაგალითად, ესე რა არ ზომ- გასცა პასუხი და ჩვენ ხომ- ამიტომ დავსაჯოთ. ჩვენ ან ხომ- ესე გასცა და ეს იყოს ჩვენ ხომ სწორი გვსმენია პასუხი. და ვიცით რომ საქართველოს საჰაერო სივრცე დაურღვევია რუსულ საფრენ საშუალებებს, ხო? რატო არ ჩამოგვიგდია, ხო? იმიტომ რომ იმ მომენტში იმსჯელეს პოლიტიკოსებმა და ჩათვალეს რომ შესაძლო ზიანი უფრო მაღალი შესაძლო იქნებოდა ვიდრე დაუყოვნებლივ რეაგირება ამა თუ იმ საფრენი აპარატის ჩამოგდებას. ეს ესკალაცია, რომელსაც შენი და ეს როგორი რაღაცაა, იცით რომ შენი მოწინააღმდეგე ამ შემთხვევაში რუსეთმა შვიდში ეგა ივლისიდან მოყოლებული მაგას აკეთებს. წვრთნები ქონდათ, ესკალაცია თვეებით ხდება, ადრე და მობილიზაცია ნაბიჯ, ქონდათ, ნაბიჯ. ხო, ძალიან ანუ დიდი. იზრდება დაწოლის ხარისხი, იზრდება მათ შორის რაღაცა, არ ვიცი, კალიბრი, იმის რა ქვია, შეიარაღების, რომელსაც შენ წინააღმდეგე იყენებს და ასე შემდეგ. ინტენსივობა და შენ ამ დროს გაქვს მინიმუმ 3 ამოცანა, გაცილებით მეტი გაქვს, მაგრამ პირველი ეს არის ამ ყველაფრის შესახებ შეატყობინო დასავლეთს და იმ დროს როცა აგვისტოა, ოლიმპიადა და ის დასავლეთია, რომელზეც ჩვენ ვილაპარაკეთ. მეორე მხრივ ეს გააკეთო ისე რომ მოსახლეობაში არ შექმნა პანიკა, იმიტომ რომ შესაძლოა ეს იყოს მორიგი პროვოკაციული ვითარება, სადაც იმ კიბეზე ესკალაციის რაღაც ეტაპზე ის ჩერდება შენი მოწინააღმდეგე და შენმა პასუხმა იმ ტიპის არასიმეტრიული არ იყოს შენი პასუხი, რომ რაღაცნაირად არ გამოიწვიოს მაგრამ თუ საერთოდ არ ცემ პასუხს, მაშინ ის ქმნის უკვე იმ ტიპის პლაცდარმს, რომლის შემდეგაც შეიძლება შენი პასუხი ძალიან არაეფექტური აღმოჩნდეს, იმიტომ რომ გაცილებით სიღრმეში იყოს შემოსული. ეს არ არის რომელიმე გეგმაში გაწერილი ამბავი. არსებობს აი გენიალური ფილმი, უბრალოდ სერიალი, რომ ტეჩერის საყვარელი სერიალი იყო, Yes Prime Minister და იქ ერთ-ერთი სერია არის. რა ქვია მაგას? როცა პერმანენტ სეკრეტარი, ანუ მუდმივი სახელმწიფო მდივანი, პოლიტიკოს მინისტრს უხსნის, რა მომენტში გამოიყენებთ თქვენ ბირთვულ ძალებს? როცა ბერლინში ჩდება ხანძარი და რუსები იწყებენ, ანუ აღმოსავლეთ გერმანიიდან გადმოდიან დასავლეთ ბერლინში მეხანძრეები. ანუ ამ დროს გამოიყენებ იმას ეუბნება. არ გამოვიყენებ. მე ამბობს რომ აი თუ მეხანძრეებთან ერთად გადმოვიდა 20-ეული არ გამოვიყენებ. მე ამბობს რომ 20-ულთან ერთად თუ გადმოვიდა, რა ქვია მაგას, არ ვიცი, ქვეითი ჯარის მანქანა, 100-ული და ასე შემდეგ რა და იქ თან ეს იუმორისტული შოუა და ბოლოს იქამდე მიდის რომ რა მომენტში იყენებ პიკადილზე რომ მოდიანო რუსებიო და ეს სალამი ტაქტიკს რასაც ეძახიან, ანუ ნაბიჯ ჩამოაჭრა და დაასუსტო შენი მოწინააღმდეგე ისე რომ არ შექმნა თან რა ქვია მაგას იმ ტიპის ეფექტი, რომელიც გასაგები იქნება მთელი მსოფლიოს, მთელი ჰიბრიდული ომის იდეა ეგ არის. აი ეს ქართულად ანუ დამაჯერებელი უარყოფა, plausible deniability. გენიალურად შექმნეს ეგ რუსებმა, ანუ დამაჯერებელი უარყოფის მომენტი, ოღონდ 8-ში კი არა მხოლოდ 2014 გაიხსენეთ, ყირიმში ისე აიღეს ესე რა ქვია, ყირიმი რომ მწვანე კაცუნებზე ისე ლაპარაკობდნენ, თითქოს არ ვიცოდით რომ ეს რუსები იყვნენ. და უკრაინაში არ დადგა ეს მომენტი, როდესაც იგივე აღმოსავლეთ უკრაინაში იყო შესაძლებლობა артиლერიით დაემუშავებინათ ეს აჯანყებულები, რომლებმაც დაიკავეს ქალაქები. და რაზეც პრეზიდენტ მაშინ პოროშენკო არა, უკვე დროებითი მთავრობაა, ხო? რა ქვია, დასავლელმა პარტნიორებმა უთხრეს, რომ ცეცხლი არ გახსნათ არც ერთ შემთხვევაში. და იმიტომ რომ იმ მომენტშიც არ ესმოდათ მათ ესკალაციის რა ჩანაფიქრი და რა ხარისხი ქონდა, ხო? მოწინააღმდეგეს ამ შემთხვევაში რუსებს. შესაძლოა ამ артиლერიის ცეცხლს ისინი თვლიდნენ, რომ ეს გამხდარიყო ომის საბაბი. ამიტომ ეს დილემები არსად არ წასულა, ყველას დაუდგება, ვისაც პოლიტიკოსობა უნდა და სხვებზე ასე თამამად რო ლაპარაკობ, ბენ ეს ხალხი ნებისმიერ დროს თვითონაც შეიძლება დაუდგეთ ასე. ევაკუაციაზე. ოღონდ თუ არ აპირებენ რომ ჩაბარდნენ რუსეთს. თუ აპირებენ რომ იყვნენ დამოუკიდებელი ქვეყნის პოლიტიკოსები, მაშინ ეს დილემები ღიაა. ევაკუაციაზე ერთ-ერთი იმის დაბედება მინდოდა, რომ რაც ხშირად ისმის, რატო არ მოახდინა ქართულმა მხარემ მოსახლეობის ევაკუაცია 8-მდე და 7-მდე რამდენიმე დღით ადრე ცხინვალიდან ახდენდა სეპარატისტული
ძალებიც და მე მგონი რუსეთის სამხედრო ძალებიც იყო ამაში ჩართული ბავშვებისა და ქალების ევაკუაციას, რაც იყო პრინციპში გარკვეულწილად იმის სიგნალიც, რომ კარგი არაფერი მოხდებოდა. იმის სანაცვლოდ, რომ ქართული მხარე აგრძელებდა ჩვეულებრივ ცხოვრებას მომსოფლებში, ჩვეულებრივად ცხოვრობდა მშვიდობიანი მოსახლეობა. ორი რაღაც მინდა განვიხილოთ ბოლოსკენ. ერთი არის ის სად ვართ ახლა იმიტომ ერთი მხრივ ადვილია თუ არც თითქოს სიმულაციურ თამაშებს ესწრები და არც პრობლემებს თვალს არ უსწორებ სხვების შეცდომებზე ლაპარაკი და ალბათ ეს მაინც არის დიდი კონსპირაციების თეორიებიც რომ არ ავაგოთ რაც ზედაპირს ედევს საკუთარი პრობლემების არ შემჩნევა და სხვებისკენ ხელის გაშვერა სად არის დღეს ქართული ჯარი რამდენად გაძლიერდა მას შემდეგ იმიტომ რომ ბევრი ხანი გავიდა შეიარაღება შეიცვალა ბრძოლის მეთოდები შეიცვალა გამოწვევები შეიცვალა და ასე შემდეგ და მეორე პოლიტიკური გავლენები ჯარში რაც თქვენს ახსენეთ. შეფასებით დავიწყოთ სად არის ჯარი, ხო? ერთი მხრივ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნდობით მოსარგებლე ორგანიზაცია თუ უწყება, როგორც არის საზოგადოების მხრიდან, მაგრამ მეორე მხრივ პრობლემები მიუხედავად იმისა, რომ ჩაკეტილი უწყება და ინფორმაცია დიდად არ გამოდის ხოლმე, მათ შორის პრაგმატული მიზეზებითაც, მაინც ვიცით რომ არის, ხო? კადრების გადინება, მაგერ პოლიტიკური ნიშნით ხალხის გაშვება, შეიარაღების არ განახლება, წვრთნების შემცირება და ასე შემდეგ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ხვალ რომ დაიწყოს ომი, უფრო კარგად მომზადებულები დავხვდებით მას, ვიდრე ვიყავით 2008 წელს. თავისთავად ზღაპყოფნის ხარისხი და დონე არის საიდუმლო და სენსიტიური ინფორმაცია, საიდუმლო უფრო სწორად. დეტალები არ განვიხილოთ. მაგრამ ანუ ჩვენ შეგვიძლია პლუს ამას მეც ხა რამდენიმე წელია უკვე აღარ ვარ თავდაცვის სისტემაში და არ შემიძლია ამაზე ლაპარაკი. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ რაღაც კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია გავსაჯოთ რამდენად მზად არის ჯარი. პირველი ეს არის მისი კონცეპტუალური პოლიტიკური მითითებების აი ეს ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვის არქიტექტურა რასაც ქვია ამ დოკუმენტების ხარისხი რომელიც არ გვაქვს საერთოდ არ გვაქვს მეორე ეს არის იმიტომ რომ ამ დოკუმენტების გარეშე ბიუჯეტი რომც კონდეს არ იცი როგორ ვითარდება ჯარი იმიტომ რომ არსებობს საფრთხე რომ შენ არასწორი მიზნებით ჯიპებს იყიდი რა პრობლემა მეორე ეს არის თავდაცვის ბიუჯეტი და ამაზეც ვისაუბრეთ ის კვეთრად არის შემცირებული მთლიან შიდა პროდუქტთა მიმართებაში. მესამე ეს არის განწყობები, ანუ და კიდევ ვიმეორებ, თავდაცვით ომში განწყობები არა მხოლოდ შეიარაღებულ ძალებში, ხო, ეს ის ხალხია, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველაც დადებენ ამ ქვეყნისთვის თავს და ზეგაც, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ჩვენ მოქალაქეები როგორ მოიქცევით და მოქალაქეებს ყოველდღე ბოლო არ ვიცი რამდენიმე წელია, მინიმუმ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გვაშინებენ საკუთარი დამოუკიდებლობით, ანუ ის რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ საერთოდ სუვერენული ქვეყანა. თან ამას აკეთებენ რატომღაც სუვერენიტეტის სახელით, ხო? ამიტომ საერთოდ ეროვნული თავდაცვის ზადყოფნის საკითხი მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ომის გამო ძალიან ბევრი ახალი ცოდნა გაჩნდა, როგორ შეიძლება ეს მზადყოფნა იმ კონდიციაში მოიყვანოს, სადაც ესე იგი შეიძლება რომ საკუთარი სუვერენიტეტი გადაარჩინო მცირე სახელმწიფომაც კი ახალი ცოდნები გაჩნდა ამ თვალსაზრისით. თუ აქამდე ითვლებოდა რომ აი ესე დიდ ასიმეტრიაში, ხო, მხოლოდ არასისტემურ აქტორებს, მაგალითად რაღაცა თალიბანის ტიპის ორგანიზაციებს შეეძლოთ გადარჩენა, მაგალითად ავღანეთში არა. და ამ დროს აღმოჩნდა რომ ფუნქციონალურმა სახელმწიფომ და ფუნქციონალურმა დემოკრატიამ, რომელიც საკუთარ მოქალაქეებზეც ზრუნავს და ზრუნავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ენერგომომარაგებაზე და ასე შემდეგ, ასეთმა სახელმწიფომაც შეიძლება გაუძლოს, როგორც უკრაინა, ამ ტიპის ომს და ამისთვის მოკლედ არსებობს მთელი რიგი გამოცდილება დაგროვდა ახალი. ანუ ის რაც მანამდე ვიცოდით რომ არსებობდა რაღაც ტოტალური თავდაცვა, ინტეგრირებული თავდაცვა, ხშირად ხა ესე მოიხსენებენ, ანუ ყოვლის მომცველი თავდაცვა. და ეს სისტემა ქონდა მაგალითად ისეთ ქვეყნებს როგორც არის შვეიცარია, ფინეთი, ბალტიის სხვა ქვეყნები, სკანდინავიის სხვა ქვეყნები, ბალტიის, სინგაპური და ასე შემდეგ. ეს სისტემები არ დატესტილა ასეთი ტიპის კონვენციურ ომში აქამდე. და უკრაინაში დაიტესტა და აღმოჩნდა რომ ეფექტურია. განსაკუთრებით თავდაცვით ფაზაში, სადაც პირველ ფაზაში ომის.
მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ მეორე, აი პოლიტიკოსების, ანუ გადაწყვეტილების მიმღებების, ეს თქვათ, რამდენად ინარჩუნებენ კავშირს და ნდობას საზოგადოებასთან და რამდენად კონსოლიდირებულია საზოგადოება რა. ეს ყველაფერი რაც ხდება პარლამენტში შეიძლება რამე კონსოლიდაციისკენ იყოს მიმართული. ცხადია რომ არ არის პირიქით ეს იწევს მინუს პოლუსზე კონსოლიდაციისკენ არ ვიცი. მე მგონია რომ ეს იწევს უარყოფითი ნიშნით კონსოლიდაციისკენ. იმ ტიპის ჭრილობების გახსნას, რომელიც ან ახალი ჭრილობების გაჩენას, ხო? იმიტომ რომ ამ ქვეყანაში იცით, მოკლედ პოლიტიკურ თავდაცვის ორგანიზება როგორი იყო ამა თუ იმ კონფლიქტის დროს, ან კონკრეტული ოპერაცია როგორ ჩატარდა. ამის თაობაზე ბევრ ქვეყანაში მუდმივად მიდის დისკუსიები. დღემდე ამერიკაში არ დასრულებულა ვიეტნამთან დაკავშირებით და წიგნები იწერება, აკადემიურ სივრცეში ხდება ეს ყველაფერი, უნივერსიტეტებში მსჯელობენ, მაგრამ ეს არსად არ ხდება პოლიტიკური, რა ქვია, ანგარიშწორების და რევანშის სიარაღე. ჩვენ ეჭქვეშ დავაყენეთ, არ ვიცი, ხო ნახეთ, ეს ხალხი ხო არ არიან უბრალოდ ტროლები და ბოტები და ვიღაც, ამა რეალური ადამიანები დგანან იმათ უკან, ვინც მაგალითად ანწუხელიძის საკითხზეც კი დაიწყეს იმის გამო რომ ოცნების ეჭქვეშ დაყენება არის თუ არა ის რაც მან ჩაიდინა გმირობა. ამდენად მგონია რომ ეს გვასუსტებს არა რაღაცა მხოლოდ რაღაც სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, არამედ ჩვენს რაღაცა ერთიანობას, იდენტობას, ქართველობას, რა ვიცი გნებავთ ასე ვთქვათ, ურტყავს ცუდად. კი. ყირამალა ქართველობა კიდე სხვა ამბავია. ორ პაწაწუნა ის ტროლების კომენტარები არ მაქვს, მაგრამ გიორგი ანწუხელიძის და შმაკი სოფრომაძის ცოლების სტატუსებიდან ფრაგმენტებს წავიკითხავ, თუ ვინმეს არ უნახავს წინა დღეებში დაწერეს სწორედ ამ კომისიის მუშაობის პარალელურად შმაკი სოფრომაძის ცოლმა დაწერა Facebook-ზე, რომ გული მიკვდება 17 წლის მანძილზე უკვე რამდენჯერ დაგვჭირდა ჩვენი გმირების მიმართ ნასროლი ტალახის ჩამორეცხვაო და ეს არის ქალი, რომელიც 24 წლის დარჩა ორ შვილთან ერთად მარტო, იმიტომ რომ მისი ქმარი ომში დაიღუპა და გიორგი ანწუხელიძის ცოლი, რომელმაც თქვა, რომ ბევრჯერ მithქვამს და რამდენჯერაც საჭიროა სულ გავიმეორებ სიცოცხლის ბოლომდე, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და აქვე საინტერესოა ეს მეორე პასაჟი უფრო ვიდრე ის, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, ჩემი როგორც მოქალაქის შეხედულება ასეთია. სამხედრო თემებზე, გარკვეულ შეცდომებზე დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ სამხედროები და კომპეტენტური პირები, შიდა პოლიტიკისა და ეროვნული ინტერესის საკითხებს გამიჯნავენ ხოლმე პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებებში. ჩვენნაირი მძიმე ხვედრის მქონე ქვეყნებში თანამემამულეები მნიშვნელოვან საკითხებს და პრობლემებზე გამოცდილებას იღებენ და საქმით ასწორებენ ერთმანეთის მხარდამხარ. მოკლედ წუხს რომ ამ ფორმით მიმდინარეობს ამ ამბის განხილვა თვარსების თავდაცვის სამინისტროში მუშაობს სხვა ყოფილი ჯარისკაცების და ომში დაღუპულების ცოლების მსგავსად. პოლიტიკაზე გადავალ ბოლოსკენ 7 მინისტრი ყავდა, ხო და აქედან სამხედრო პრინციპში მე მგონი მხოლოდ ალასანიას ჰქონდა გამოცდილება ესეთი ომთან ახლოს ყოფნის. კი ბატონო. მე მგონი განათლების მინისტრების შემდეგ ყველაზე ხშირად ცვალებადი მინისტრები, თავდაცვის მინისტრები არიან ხოლმე, ესეც კარგად მეტყოლებს ამ ქვეყნის პოლიტიკურ ინფრასტრუქტურაზე. როგორ და ეხა რაც რატომაც ვკითხულობ ამას არის ის, რომ აი ამ კომისიაში სულ ისმის გენერლების მიმართ, რომელზეც საზოგადოებას გაუჩნდა შეგრძნება, რომ თეატრულკიანის მათ დავინ დამოკიდებულება იყო შეურაცხყოფელი დამამცირებელი აგდებული და ასე შემდეგ. ის ხშირად სულ ამბობდა, რომ მე თქვენ მუნდირს პატივსცემ, ჯარისკაცებს პატივსცემ, თუმცა პრობლემა მაქვს პოლიტიკოსებთან და ამიტომ ვლაპარაკობ ამ ყველაფერზე, რომ გამოვკვეთო იმ ცუდი პოლიტიკოსების როლი, რომლებიც კარგ ჯარისკაცებს ცუდად მოგექცნენ და ახლობით ესეთი იყო უტრირებულად მისი პათოსი, ხო? როგორ ალბათ მაინც არსებობს ეს პოლიტიკური გავლენები ჯარში, რაც პრობლემაა, თუმცა მეორე მხრივ არსებობს ალბათ ჯარისკაცების რეზისტენტულობაც, როგორ წინააღმდეგობა გაუწიო, ხო, ამ პოლიტიკურ გავლენებს, არ ვიცი, ჯარისკაცების ალბათ ნაკლებად, მაგრამ მაღალი სამხედრო პირების. აი, როგორ ვითარება თავდაცვის სამინისტროში დღეს ვის როგორ აქვთ ეს ძალები მოკლედ გადანაწილებული და სად ხდება პრობლემა ის, რომ ჭარბი პოლიტიკური ინტერესები გადაწონს ხოლმე თუნდაც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. პირველ რიგში ბოდიში მინდა მოუხადო აი ამ ადამიანებს, ოჯახის წევრებს
ეგ როგორ არის იცით რომ ნორმალურ ქვეყნებშიც კი ამ ხალხთან მართალი როგორც წესი არც ერთი სახელმწიფო არ არის ხოლმე ბოლომდე, იმიტომ რომ იქაც კი სადაც ვეტერანი დაფასებულია და მისი ოჯახის წევრი დაფასებულია და ეს დაფასება არ არის მხოლოდ სოციალური რაღაცა უზრუნველყოფა, რა თქმა უნდა, იქაც კი ამ ხალხს ისეთი ტრავმა აქვს გამოვლილი და ეს უნდა არ დაგავიწყეთ ამ ფონზე, მაგალითად შმაგის ბიჭი თუ სწორად მახსოვს 2 წლის წინ გახდა კურსანტი და ლეიტენანტი ახალგაზრდა, მანაც ოფიცრობა გადაწყვიტა. ხო და მოკლედ არავინ არ ვართ ამ ხალხთან მართალი, მათ შორის აი ამ კომისიის გამოც, იმიტომ რომ ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ერთპარტიული არ არის ლეგიტიმურია, რაღაცნაირად ჩვენც დაუშვით ეს ყველაფერი საზოგადოებამ, რომ აი ერთპარტიული და არალეგიტიმური პარლამენტი გვაქვს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, აქ ზოგადად საქართველოში, ესე იგი, სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობები ორი ინერციის მსხვერპლია. პირველი ეს არის საბჭოთა პოსტსაბჭოურობა თუ საბჭოთა გამოცდილება. ჩვენ შეიძლება ბევრგან დავახციეთ თავი საბჭოთა წარსულს, მაგრამ და როგორი იყო საბჭოთა გამოცდილება, ხო იცით, ანუ საბჭოელები არ ენდობოდნენ ოფიცერთა კლასს, ანუ ის საბჭოთა ჯარის კონტროლი ხდებოდა პოლიტიკური გავლენებით და სპეცსამსახურებით. და გენშტაბი ამ თვალსაზრისით მუდმივად იყო საფრთხის წყაროდ იყო აღქმული სტალინისთვის, ანუ მოკლედ მთელი საბჭოთა ნომენკლატურისთვის თვით ომის პერიოდშიც კი, ანუ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ამას ბევრი კარგი წიგნია დაწერილი. ანუ ეს გამოცდილება სამწუხაროდ ჩვენთანაც მოდის. მეორე ინერცია, რასაც ვერ დავახსენე თავიდან, მეორე ინერცია, რომელიც უკვე ჩვენია და ავთენტურად ქართული, ეს არის გადატრიალება, სამხედრო გადატრიალება. ეს ახლა ჩემი კვლევის ჰიპოთეზაა, რომელსაც ახლა ვლაპარაკობ დისერტაციას ამ თემაზე ვწერ. აქ ესეთი ამბავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თანამედროვე ქართველ რაღაც დღევანდელ პოლიტიკოსებს არც ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, ან შეიძლება საერთოდ ძალიან ბავშვიც კი იყო, როდესაც ხდებოდა ესე იგი ეს გადატრიალება. ხო, პუჩი. უნდობლობა პოლიტიკოსების მიმართ, ესე უკაცრავად ოფიცერთა კლასის მიმართ პოლიტიკოსების მხრიდან არის ძალიან მაინც ძლიერი. ეს რაღაცნაირად მოყვება. და თუ არენდობი რა უნდა გააკეთო? უნდა გააკონტროლო, ხო? ჯერ ერთი რაც შეიძლება კარგად. არსებობს ეგეთი ცნობილი რაღაცა, ესე იგი, შევარდნაძის მონაყოლი, რომ შევარდნაძის უთქვამს ერთხელ, მე ვიცი ღამე რას აკეთებენ პოლიციელები, იმიტომ რომ მას ჰქონდა პოლიციელის გამოცდილება. მაგრამ არ ვიცი ეს სამხედროები ამ ბარაკებში რას აკეთებენ და სულ მეშინიაო ერთგან უთქვამს და მართლაც ეს დილემა, ეს საკითხი ზოგადად ვინ აკონტროლებს, ფორმიანებს და როგორია პოლიტიკური კონტროლი, დემოკრატიული კონტროლი ფორმიანებზე ყველა ქვეყანაში ასე თუ ისე სხვადასხვა მოკლედ როგორც დილემა არსებობს დემოკრატიებში, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ამას ეს ორი რამე ემატება საბჭოთა გამოცდილება და ჩვენივე პუჩის გამოცდილება. და ამიტომ ყოველთვის და აქთან ერთი პრაგმატული მიზეზი ჩემოდის, არ დაგავიწყდეთ რომ პოლიტიკური მიზნებისთვის და საკუთარი ძალაუფლების გამტკიცებისთვის ჯარს იმ ხარისხით ვერ იყენებ. ანუ ყოველდღიურ ურთიერთობებში არ არის ჩართული. გდდ გჭირდება, კი ბატონო, არ ვიცი, პოლიციელები გჭირდება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გჭირდება, სუსი გჭირდება, მაგრამ ჯარი ეს არის, რა ქვია. ოღონდ ეხლა ეს მოკლედ კონსტიტუცია გძალავს, შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის აქტიურად ვერ იყენებ, თორე ცდუნება სულ არის. და ყველას ჰქონდა, განსაკუთრებით ბოლო ფაზაში ჰქონდათ ხოლმე. და ამას ემატება ისიც, რომ იმის გამო, რომ ჩვენ მონაწილეობდით საერთაშორისო მისიებში, ჩვენ ახლა ვნახეთ ხო რომ მაგალითად არ ვიცი დასავლეთში განათლება მიღებული პოლიტიკოსები არ ვიცი მთელი ხან დღევანდელი ელიტა ეგეთი ყავს განსაკუთრებით გერმანია საფრანგეთი და შემდეგ ლაპარაკობენ იმას რაც ლაპარაკობენ აკეთებენ იმას რაც აკეთებენ მაგრამ ჯამში ჩვენ ხო ვიცით რომ დასავლური განათლება ახდენს გავლენას ადამიანების რაღაცა მაინდსეტზე არა ყავს უამრავი ასეთი ოფიცერი რომელსაც არამხოლოდ განათლება აქვს დასავლეთში მიღებული სწორედ აი იმის გამო რომ საერთაშორისო დახმარების ფარგლებში არამედ უბრძოლიათ უნახავთ როგორ მუშაობს დასავლური სისტემები ხო ამიტომ ეს ამ უნდობლობას ტრადიციულს რომელიცაც ვახსენებდი ემატება მათ შორის ესეც რომ ესენი რაღაცა ისეთი ხალხია ბოლომდე ვერ მოდრეკ ხო ამიტომ აქ რა უნდა გააკეთო? უნდა გააკეთო ის რომ ვინაიდან ეს ძალიან სუბორდინაციული უწყება
აი რაღაცნაირად უნდა მოახერხო ის რომ ელიტაში თან ამის ფუნქციურად გევალება შენ, იმიტომ რომ მაღალი რანგის თავდაცვალების მეთაური და ასე შემდეგ შენ ნიშნავ ასეთ ადამიანებს. ამიტომ აქ ძალიან ფრთხილად უნდა შეარჩიო ეს ხალხი და აქ სახელმწიფო უსაფრთხოების ამ შემთხვევაში სამხედრო კონდაზვერვის დეპარტამენტი ასეთი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რომელიც ამაზეა პასუხისმგებელი, მათი როლი გადამწყვეტია, ხო? რა რეკომენდაციებს წერენ ამა თუ იმ ადამიანებს. უნდა აკონტროლო ერთი ამ კონდაზვერვის გზით, ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გზით და მეორე მხრივ უნდა ეცადო რომ მათი რაღაცნაირად მათ კეთილდღეობაში იმ ტიპის მონაწილეობა მიიღო, რაც რაღაც ტიპის ლოიალობას შენს მიმართ ამ ადამიანებს გაუზრდის. ეს რა არის? ინფრასტრუქტურული პროექტები, ბინები, მათ შორის ბარაკების და სამხედრო ბაზების და ახალი მანქანები და რემონტი და ასე შემდეგ. თქვენ რომ ნახოთ 2019 წლის მდგომარეობით მე რამდენიმე წელიწადი ვუყურებდი თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის აღსრულებას და წელიწადში დაახლოებით 20-22 მილიონი იხარჯებოდა ხოლმე ინფრასტრუქტურაზე. ანუ ეს რა პროცენტია საერთო ბიუჯეტის? აღარ მახსოვს იმ ეს არის დრო, როდესაც ბიუჯეტი არის დაახლოებით 700-800 მილიონი. და 20-22 მილიონი იხარჯებოდა იმიტომ რომ მაინდა-მაინც ფული არ იყო. ხშირად ეს ამ განსაკუთრებით ამ ეგრეთ წოდებულ არაფინანსურ აქტივში სადაც იყო ეს 20-22 მილიონი, ამასაც კი ვერ ვითვისებდით ხოლმე, იმიტომ რომ აქ პრობლემა იყო უკვე კომპანიების, რომლებიც რა ხარისხით და რა დროს შეასრულებდნენ ამ სამუშაოებს. ლაპარაკია ძირითადად რემონტზე, ახალი ტიპი, ამიტომ რომ ახალი სამხედრო ბაზა არ აშენებულა. და უცებ 2019 წელს, როდესაც მინისტრი ხდება ირაკლი ღარიბაშვილი, მან იმაში ინფრასტრუქტურაში მიმართა 100 მილიონი ლარი. და მომავალ წელს კიდე უფრო მეტი. და ჩემთვის ცხადი იყო ეს, რასაც ნიშნავდა. ანუ მე არა მაქვს ხა რაღაცა კონკრეტული ფაქტები, რამდენად ეს ყველაფერი მე პარტიის ჯიბეში, ან ღარიბაშვილის ჯიბეში უკან ბრუნდებოდა, იმიტომ რომ მაგაშიც დარწმუნებული ვარ, რომ იცით თქვენ რომ ინფრასტრუქტურა სწორედ ესეთი რამეა, სადაც კორუფცია მოწყვლადი ადგილია და მოდი ვთქვათ, რომ უბრალოდ რისკები გაიზარდა კორუფციის და დაავანებოთ ღარიბაშვილის რენომეს თავი. და მეორე კორუფციის ნაწილია ესეც რომ გასაგებია რომ ყველა კმაყოფილი იყო უცებ როდესაც განსაკუთრებით პანდემიის მერე დაუბრუნდი მე ამერიკიდან და უცებ აღმოვაჩინე რომ ადამიანებს მოსწონთ ეს ყველაფერი და მართლა ყველას მოგწონს ხო კომფორტი განსაკუთრებით იმ დროს როცა კრიზისი და ომი არ არის და ეს ამ ორ მექანიზმს იყენებს აქტიურად მაგრამ ეხლა წინ გველის ჩვენ თავდაცვალების მეთაურის ახალი თავდაცვალების მეთაურის დანიშვნა ეს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს? არა, რა ქვია, პრემიერის, თავდაცვის მინისტრის და პრემიერის წარდგინებით პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს. და დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როდესაც შიგნით ჯარი მაინც დუხს და ოფიცრები რამდენადაც ეს შესაძლებელია წინააღმდეგობას აფიქსირებენ სხვადასხვა ფორმით. ეს წინააღმდეგობა თქვენთვის როგორი იყო? საკმარისი იყო? მეტი იყო, ნაკლები იყო, იმიტომ რომ პირველ დღეებში რაღაც სიჩუმე იყო და მე ერთფაშად ამოხედქა ხო რამდენიმე ადამიანმა, თუმცა ეს მაინც იყო რამდენიმე ადამიანი. მე შესაძლოა ამ თვალსაზრისით სუბიექტური ვარ, მე მაინც ანუ სუბიექტური ვარ იმ თვალსაზრისით, რომ მიკერძოებული ვარ ოფიცრების მიმართ, მგონია რომ მათი საქმე ნახეთ, ვინ შეიძლება გააკეთოს პროტესტი? აი ამ წუთას სამოქალაქო ოფისიდან და სამოქალაქოებზე არ მქონია ეგ მომენტი და მეც მაგიტო წამოვედით, მაგიტო გავრისკე და დავაყენე ჩემი თავი გათავისუფლების საფრთხის წინაშე, რომ მე არ ვთვლიდი რომ რაღაცა ისეთი ცოდნა მქონდა, რომელსაც ეხლა თავდაცვის სამინისტრო ვეღარ შეავსებდა, ან ომი თუ დაიწყებოდა, მაინდა-მაინც თავდაცვაში უნდა ყოფილიყავი მე, მაგრამ ოფიცრების წამოსვლა სხვა ამბავია და რა ხალხი და გააკეთებს ამას? ყველაზე უფრო პროგრესული ტიპები, განათლებულები, ავტორიტეტიანები და ამ ხალხმა თუ ეს გააკეთა, მე გარწმუნებთ რომ ჯარში საჯარო მოხელეებს, რომელსაც თითქოს დაცვის უფრო მაღალი გარანტი ჰქონდათ, ხედავთ როგორ უშვებენ სამსახურებიდან და ოფიცრის შემთხვევაში ეს ძალიან იოლი იქნება და თითოეულ მათგანს დატოვებენ უბრალოდ სისტემის მიღმა და სამსახურს მიღმა და რას მივიღებთ? ანუ კიდე უფრო მეტად მორჩილ და დასუსტებულ ჯარს და მე ამ ქვეყანაში იმ ფონზე როცა არ ვიცი უკრაინაში როგორ განვითარდება მოვლენები ოცნების მიერ შექმნილი მშვიდობის ფორმულის არ მჯერა. ანუ მე მეშინია რომ ამ ხალხს შეიძლება იმ თავისი ძირითადი პროფესიის გამოყენება სხვა რამეში დაჭირდეთ. ამიტომ სულ ეგ მაქვს ხოლმე რომ ჯობია მირჩევნია იქ იყვნენ იმ სისტემაში დარჩნენ.
ხო, ეს საინტერესო პოზიციაა და მგონი ისეთი კარგად არგუმენტირებული. კეთილი. დიდი მადლობა. გიორგი შაიშმელაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. როცა ვამბობდი, რომ გიორგი შაიშმელაშვილი იქნება ჩვენი სტუმარი თქო, რამდენიმე მკითხა იგი შაიშმელაშვილიაო? რაღაც ბოლო პერიოდში მოხდა, რომ ირაკლი შაიშმელაშვილმა, რომელიც აკედედიდან წამოვიდა, უფრო მოიხვეჭა სახელი, ესე შეიძლება ითქვას, თუმცა აი ინფრასტრუქტურაზე რასაც ამბობდით, აქ ირაკლი ამიტომ ახსენე, რომ პოლიციიდან წამოსული ხალხიც აღნიშნავს ამას, რომ ნაცვლად წვრთნებისა და საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებისა იქაც ფულის დიდი ნაწილი რემონტებში იხარჯება და ამ ადამიანებსაც აქვთ კითხვები. იმასთან დაკავშირებით, რამდენად საჭიროა ყველა ეს რემონტი, რომელიც სტარტდება და რამე სხვა არ სჯობს, მაგრამ ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაშიც არიან ადამიანები, რომლებსაც ეს მოწონთ, როგორც ჩანს ეს ყველა ესეთ სისტემაში აპრობირებული მეთოდია მეტი ფული რემონტზე და ნაკლების სწავლებაზე. მოკლედ, ჩვენ ვლაპარაკობდით ჯარზე და კომისიაზე, რომელიც აგვისტოს ომის რევიზიას ახდენს, შეიძლება ესეც ითქვას და მნიშვნელოვანია ის, რომ ეს კომისია სწავლობს პრინციპში წინა ხელისუფლების შეცდომებს, თუ დანაშაულებს და რაღაცნაირად გაბლარულია ფოკუსი, ყველაფერი ერთად განიხილება, ციხეში რა ხდებოდა, ბიზნეს როგორ არეკეტებდნენ, ომი როგორ დაიწყო და მე მგონი ესეც ერთგვარად დაკნინება ამ დიდი და მნიშვნელოვანი ამბის, როგორიც იყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი. რადიო თავისუფლებას უყურებდით, მოკლედ და უსმენთ, ეს არის პოდკასტი 21:50, ჩვენ აგერგო 3 კვირა პირდაპირ ეთერში არ ვართ, ჩანაწერებს უყურებთ ხოლმე, ამიტომ ინტერაქციის საშუალება არ გვაქვს, მაგრამ კომენტარებს მაინც ყურადღებით, ანუ ლაივ რეჟიმში ინტერაქციის საშუალება არ გვაქვს, მაგრამ კომენტარებს ყურადღებით ვეცნობით ხოლმე. შემდეგ სამშაბათს შევხვდებით ერთმანეთს, გამოგვიწერეთ YouTube-ის არხზეც და მოგწებნეთ Spotify-სა და Instagram-ზე. Spotify-ზე ჩვეულებრივი არხი აქვს 21:50, რაც შეეხება Instagram-ზე, რადიო თავისუფლების page-ზე არის broadcast channel-ი და იქ შეგიძლიათ პატარა კომუნას შემოუერთდეთ. ყველა ახალი ადამიანი გვიხარია ხოლმე. გიორგი, მე მგონი ასევე საინტერესო იქნება თქვენთან ერთად სერია, არ ვიცი თუ გინდათ თავისუფლების მოედნისთვის გააკეთეთ, მე როგორც მსმენელი თქვენი პოდკასტის მოვისმენდი რა წიგნები და ფილმები უნდა წაიკითხონ და ნახონ იმ ადამიანებმა, ვინც ამ ყველაფერს უყურებს, ვიდრე ბევრჯერ ახსენეთ, რომ კაი ფილმია, კაი წიგნიაო და ვიფიქრე, რომ ესეც საინტერესო იქნება. ესე განხილვად საინტერესო იქნება და ამბის, თუმცა ხო ეს არ არის ალაღობო ამბავი, მნიშვნელოვანი და სერიოზული ამბავია და მადლობა რომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები ამ საკითხზე. კეთილი. ნახვამდის და შევხვდებით ერთმანეთს მომდევნო სამშაბათს.